გაუმარჯოს მაყურებელს, მოგესალმებით მეგობრებო, მისაყოლებელი პოდკასტი ისევ ეთერშია და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ადამიანი, რომელიც ყველა სასმელში რაღაც ნოტებს ეძებს, გიორგი ფოცხერაშვილი. კეთილი იყო შენი მომზადება, გიო. მადლობთ გეთაყვანთ. როგორ ახარ? ყველაზე გემოვნებიანი. ხო, ყველაზე გემოვნებიანი. როგორც კი შემოვიდა ეგრევე. გემოვნებიანი. მაგას გავუსვა ხაზი. როგორ ახარ? შვენივრად. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. შემომაგებეთ ცივი. აი ხო იცი როგორც იცის ხოლმე გაცხელებულ ორგანიზმზე ეგრევე. შენთან სხვანაირად იცის მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ აქვე ბარემ დასაწყისში ეგრევე ვახსენეთ და არ შეიძლება არ თქვათ რომ ჩვენი წარმდგენი ეს არის ჩიპსი ლუდისა და ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და მაინტერესებს შენი აზრი ლუდი ბავარია რამდენად მოგწონს უბრალოდ ერთ რაღაცას მას ვიზამთ რომ აიც ხო მე უკვე გავსინჯე და გენიალურია არის აბსოლუტურად საერთოდ არ ველოდებოდი ესეც გამისცეს. არა სხვა შორის ანუ რატო გოქციერაღები სტუდიაში დაბალანსებული არის მართლა ესეც გამისინჯე, ესეც ერთი. აბა ნახოთ ამაზე უფრო არ გამდის მართალი რო გითხრა. ტექსტურა მომწონს აი ეხლა წყნარად წავა განაცემა. ეხლა შვიდად მიდის გადაცემა რაც გინდა ისე. აი ბიჭო მეც მაგას ვამბობდი თავი. თან დაგანაყრებს ჯიგრულად რა ეგ არის მუღამი პირველი ბავარიას აი ეხლა მარტო. ეხლა დანარჩენს ამოვწვით უკვე სამი ქულა არა ბრატარ ვარ მე რაც მაინტერესებდა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მთელი პერიოდის განმავლობაში რაც შენ ხარ სომელიე თან ყველაზე პოპულარული სომელიე საქართველოში სომელიეს გეძახიან? როგორ არის არ გეძახიან თავიდან წმინდა მაგრამ მე ხო იცი როგორ იცის ყველაფერმა ბიჭო იცის სომელიობა ესე როგორც ასეთი რა ანუ აი ჩემი ასე ვთქვათ პროფესიული ან რაღაც წოდებითი თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აი არ მინდა რომ დავაკნინო ჩემი ეს სტატუსი რაღაცნაირად მაგრამ ისეთი არის არა პირველ მეორე ხარისხოვანი არის რეალურად რა ანუ მე რასაც ვაკეთებ იმ სტილით როგორც ვაკეთებ რეალურად ვარ ღვინის კრიტიკოსი და ანუ ჩემს ანუ ასე ვთქვათ ნებისმიერ სოციალში ანუ თავარი იდეა ეგ არის რა ანუ ღვინის კრიტიკოსი ვარ სიუში ეგრე გიწერია. სიუში ეგრე მიწერია სომელი არის რეალურად ტიპი რომელიც გემსახურება და გიხმარება უფრო სარესტორნო თემაში ღვინის ბარში რომელიც დაგეხმარება შეარჩიოს სწორი ღვინო ან თუნდაც ლუდი შენი საკვებისთვის რასაც აირჩევ რა ჩვენთან არის ეგ თემა განვითარებული თუ ძალიან კი ბოლო უკვე წლები არის რაც მე მარტო შენ გიცნობ სხვას არავის არ მაგრამ იქ რო ვიყავით რა ქვია რაჭაში ერთად რო ვიყავით მაშინ ხო იქაც დავხდა რა ქვია მეურნეობაში ხო დავხდა ადამიანი არა ხო მაგრამ ჩვენით ვიყავით ჩვენი ყავდა მაგრამ კრიტიკოსობაში რამდენი მეღვინე და კუთხე გადაიკიდე ეგ მაინტერესებს აი ბევრი რა რეალურად ალბათ ბევრი მაგრამ ისეთიც არაფერი არ ხდება რა ეხლა როცა წეღა რო შემოიპარე მაგიტო იყო ხო ეგრე ისეთ სახები დავენა არა რეალურად ისეთიც არაფერი იმიტომ რომ რეალურად როცა განზრახვა სწორი გაქვს და კარგი გაქვს და შენს ასე ვთქვათ რაღაცა ვიღაცისთვის მკაცრ პოზიციას უკან უდგას შენი განათლება და ცოდნა და ესე ფაქტებზე ვერავინ ვერ მეტყვის რომ აი მე რო ვამბობ რაღაცაზე რომ აი ამ ღვინოს აქვს პრობლემა და ეს არ არის და ეს დაბალი დონეა და რაღაცა თავისუფლად შემიძლია აუხსნა რატომ არის ესე და მეორე მხრიდან არასდროს არ მქონია ოპონირება ისეთი რომ იცი რა ანუ შე რაღაც სულს ლაპარაკობ ესე არ არის და ესე არის რა ყოველთვის არის ხოლმე ბრმა რა გინდა ბიძი კაი რაღაც ასეთში მაგას ანუ რაღაცა აი ვიღაცამ გადაგიხადა და რა იცი ბიძი ხო აი რა იცი ბიძი შენ თუ მოგიკრეფია და სხვათა შორის აქვე ვიტყვი ამ მოკრეფა და წურვა რაღაცეებზე რომ ანუ პროფესიით მეღვინე ვარ ანუ ეგ მაქვს ნასწავლი ბაკალავრიც მაგისტრატურაც ამიტომ ხო ხო ამიტომ ანუ ძალიან დიდი ბექი მაქვს რა ცოდნის თვალსაზრისით თავდაჯერებულობის თვალსაზრისით ანუ ერთი წამით არ მეპარება ხოლმე ეჭვი და მაგიტომაც ხო მაგრამ სტრანი ის არის რა ქვია
შენ რაც მოგწონს ხოლმე მე არ მომწონს. სტრანია თუ არა არ ვიცი, მაგრამ უფრო მეტს რაც მოგვეწონა მაგალითად რაღაც იმებში რო ვიყავით, იქ რაჭაში რო ვიყავით. ბევრმა ვთქვით რომ ეს არის კარგი და შენ იძახდი რომ არა ეს უფრო მომწონს. იმიტომ რომ ხსნიდი კიდევაც რატო მოგწონდათ და მე რა მომწონდა სხვა რაღაცა რა, ძალიან გასაგები არის. ხა ჩემთვის მე ხო საბოლოო ჯამში ცალკე სამყარო ხო არ გაქვთ თქვენ სომე ისე რა ქვია მეღვინეებს და იმებს მაგ პონჩი. როგორც ის ხელოვანები არიან იქ რაღაც ნახაც რო გა ტუალეტში რო უკიდეო ვიღაცას და ბედნიერი რო უდაოდ ეგრე არის, იმიტომ რომ ბაზრობდი ზუკისთან ერთად რაღაცა და ტუალეტში რო ნახატი უკიდეო რატო ჩამყვა არ ვიცი, მაგრამ გულში ჩაქჭა რაღაცა არა ეგრე არის, იმიტომ რომ რაღაც ღვინოზე ხაი ჩვენ რო აქ პირობითად ვამბობ რა 10 სომელი ან 10 ღვინის სერიოზული მოყვარული ვიყოთ და ვსაუბრობდეთ ღვინოზე, ჩვენ ისეთ რაღაცებს ვახსენებთ და ისეთ რაღაცებზე ვისაუბრებთ რა, ისე ავღწერთ ღვინოს რომ ანუ აი ესე აიჩერჩავ რომ ამადა ეხო ხوار ბოლოს არ თქუბო თქვენს კამათი ჩვენ უფრო მოგდის ერთმანეთში, იმიტომ რომ რაღაცა პროფესიულად სხვადასხვანაირი ხედვები გვაქვს და რაღაცებზე შეიძლება რომ ვიკამათო. შენ ისე რა მითხარი? შენ ახლა ყველაზე კარგი იქნები მაგ იმაში. რამდენად კარგი არის რომ დალევ არაყს ლუც რაღაცებს ერთად რა ყველაფერს და ნაყინის საჭმელად მიდიხარ მე. ძანცუდია? მე უკვე იქ red flag-ი იქაიწია. ყველაფერი რაღაცებს რო აი სასმელები რო ჩამოთვალო და მე რო თქვა რომ ერთად აი მან დიყო უკვე всё და მე უკვე აღარ ერთად არ იქ ხა კანჭი რაღაცა შეიძლება და მე ნაყინეო ეს ჯამთელობისთვის აი просто არ ჩავორმავდები, მაგრამ ძალიან ცუდი არის ლუდი და არაყი ერთად აი ძალიან ცუდია ლუდი და არაყი რაღაც ნაყინი მე ნაყინი როგორ უხდება მაგ კომბინაციას ანუ უფრო ცუდი ხდება თუ შორის აი ადრე ეხლა აღარ მიცდია, მაგრამ სანამ ეს პროფესიულად შევიჭრებოდი ნასვამზე მეც არ მიყვარდა ნაყინი არ ვიცი აი ბიჭო რაღაცა ის არსებობს რა რაღაცა ხო რა ნასვამზე სიმირო არის რაღაცა აი გაბჟუტურებულზე გისწორდება ბიჭო ყველაზე კაი ქართული ღვინო რომელია შენი გადმოსახედით აი როგორ იცი იმას არ გულისხმობ რაღაცა ჩამოასხეს ხო აი კონკრეტულ ჯიში და კონკრეტული ის ეგ უფრო მაინტერესებს საფერავი არის ტოპი ანუ აი ყველაზე მაგარი ჯიში აი პატარა მაგალითს მოვიყვან აი საფრანგეთში ტოპ კლასის წითელ ღვინოს ამ შემთხვევაში რო აყენებენ რა იქ მიდის სუბლენდი არის რა მინიმუმ 3 ჯიში არის შეიძლება მეტიც იყოს რა და ჩემი აზრით და ბევრი ადამიანი დამეთანხმება ვინც საფერავს იცნობს პროფესიულ დონეზე რომ ანუ საფერავი ერთადერთი ჯიში არის საქართველოში რომელსაც აი ვაფშე მსოფლიოში რომელსაც შეუძლია რომ მონო ჯიშად ანუ ერთი ჯიში იყოს ღვინოში და კომპლექსურობა კონდეს ისეთივე როგორც სხვაგან 3-4 ჯიში რა ანუ შერევის გარეშე შეუძლია რომ ბევრი გემოები კონდეს შეგიძლია რაღაც მრავალფეროვანი იყოს ღრმა იყოს მჟავიანობაც კონდეს ტანინის ვაფშე ყველაფერი კონდეს რა არომატების მრავალფეროვანი ვაფშე ყველაფერი მე სუმეცინება ხოლმე რო სინჯავდა არა ვინოს რო სინჯავდა ხოლმე ამას რო მე რა მიყვარს მომიცი ისე რო ვარ და დუმილი რო ვარ წება ეგრევე მოლოდინი როელოდებიან დასკვნას თუ გახსოვს იქ სასტავი რო ის რა ქვია შენ რო სინჯავდი ღვინოს და რაღაც რო უნდა გეთქვა და მთელი სასტავი რო ესე ხონდა მე და ღლისინები უკვე დალეო ამას რომ მიყვებია ერთი ორი ბოთლი უკვე დალეული მქონდა ხოლმე და გიო რომ მოსვამს და ისინი რომ მოსვამენ და მე და გუნდიშა აქეთ ბოთლი ეს ვაშლი და აი ხო ძალიან გავიხდი ხო და ყველაზე კაი თუ ეგ არის ყველაზე ისეთი ხა ხალხს არ ეწმოს თავარია ხო არა ყველაზე ის სუსტი რომელია შენი აზრით აი ყველა აი მოდი ესე თქვი რა შენ პონჩი რომ აი შენთვის ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო აი ისეც ცოტა კრიტიკულ აზრს ვიტყვი რა ძალიან ბევრს ევასება ეგ ჯიში და ყველაზე ნაკლებად ეგ მევასება რა ერთ-ერთი ყველა აი ქისი ჯიში ქისი ძალიან ბევრს ევასება რა ბევრი ჰეითი წამოვა და მაინც უფრო ის იქნება მე მევასება თუ რომ მითხრა აი რო შევალ ღვინის საყიდად ალბათ ქისს ავარჩევ რა ყველაზე ისე ქისი ბევრს ევასება და ჩემი least favorite ტიპი არის რა ანუ ყველაზე ნაკლებად ქისი მომწონს ალბათ კახურა ისეთ გავრცელებულ ჯიშებში რა ციცკა ძალიან კაი ჯიში ჰა გორული მწვანე კაია კი და ჩინო მე ვაკეთებ ხოლმე გორულ მწვანეს და ჩინოს ურევ ერთმანეთში დავა თუ არა კი ისეთი არის ტრადიციული რა მოგვეწონა იქ რაღაცა თუ გახსოვს რაღაცაზე ვიძახდით მე და შენ რომ აი ყველაზე ძერს იყო გაგადაო ეგ ღვინო რო შენთვის მაგ გადადებული ცი მართლა დასვიცა ვარ ვთქვი ადრე გავიფიქრე რომ ჩამოვედით იქიდან რა მეც ხო გამომატანა და მეთქი ამას გუნდიშას მიცე მეთქი რა ხო დაივასა მეთქი რა და მიდევს სადღაც მაგ ჩვენ იქვე გავავლეთ მუსრი მას მეც ამოვიღე სოლიკოური იყო რაჭული
ვახ მე იმის მეღვინეობის სახელი ხო? მესამე დღეს თუ მეორე მე ადგილი მახსოვს კარგად ზანუ რო გამიშვა მივალ ხო ეხა იქ მაგრამ ხო ამბროლაურიდან რო გავედით იქ ზემოთ იქით რო ავდიოდით ზემოთ რო ავდიოდით იმაში რაღაცა მე აი სანამ იქა უხვევდი მანამდე რო იყო ამას რა ღვინო მოუხდება ჩიპსი და ღვინო რაღაცა ორი კომბინაციაა სადაც ნაყინი და ის დავაკავშირე სხვათა შორის კი ცქრიალა ღვინო მოუხდება შამპანიური აი დებილო აი кайფეში შამპანიური ბარემ ბრენდის კონიაკი დაუძახე და მეტი არ მინდა რა როსანი რაც მორალურად დააშენებული ჩამეჭირა ყველაფერს ჩაჭირა. კაროჩე, შამპანური არის საფრანგეთში მარტო შამპანში და მარტო იქიდან რაც იწარმოება ის არის შამპანური, დანარჩენი არის უკვე ცქრიალა ღვინო ან აი მაგალითად პროსეკო რო არის, პროსეკოს ცქრიალა ღვინო. კავას. შენ ის რეკლამა არ გაქვს ნახე? ცქრიალა ღვინო შამპანიური რო აწერია რაღაცა. ბიჭო რეკლამაში ხო ეგრე არის ძმაო რა. ცქრიალა ღვინო შამპანიურს არ არ მითხარით რომელი არის. ბატაგონი თუ რაღაცა. ხო მაგრამ მან არ ამბობენ შამპანიური აწერია ბოთლს შეჭება და ცქრიალა ღვინო რეკლამაში ამბობენ და. არა შანსი არ არის მართლა. შამპანიურს ისე მე ვიქნები მეგობრებო დაგვიწერეთ კომენტარებში აწერია თუ არა ცქრიალა ღვინოს შამპანიური ბოთლზე არა ვერ ეწერება შანსი არ არის ანუ ჩვენთან არ არის არა არც არავისთან არ არის გარდა საფრანგეთში იმ ერთი რეგიონისა აი საფრანგეთში პირობითად ბურგუნდიაში რო აწარმოონ სხვა ნაწილში რა ბურგუნდიაში არის ბორდოში როგორ არის კახეთს რო გაცდები იქ ხო გადახვალ და ეგ არის ხო და სხვაგან ვერ დაარქმევ მარტო რუსეთში წარმოებულ შეუძლია რომ დააწეროს შამპანსკე და მან თავის კანონები მან ხო ნუ ეგრე ქვია აუგზალის თვითონ იმათ შამპანურის დაწერა ეგ თემა არ ვიცი როგორ მორჩა მაგრამ წამოიწყეს ეგ თემა და აი გრძალად ხო ანუ აი წარმოიდგინე შამპანური შემოდის და არა ჩვენი გვაქვს შამპანური და თქვენ შამპანურს ვერ დააწერთ და თან ძალიან დიდი ბაზარი არის რეალურად ბევრს მოიხმარენ შამპანურს რეალურად ყველა ზვირიანი რამდენიანი ის გაქვს გასინჯული ღვინო აი ეს მაინტერესებდა ხო მახსოვს კითხეთ თქვა თუ დოლარში თუ რა კონვერტირებას გააკეთებს შენ როგორც მოგიხერხდება რაც მახსენდება ესე რამოდენიმე აი 500 ევროიანი გამისინჯავს 500 ევროიანი აი იაფში გამის არა პრინციპოდში ერთ წამი გეტყვი ხა ვის სადღაც მაღაზიაში 4000 ლარიანი 4000 ლარი სადღაც ყველაზე ძვირი ღვინო კი ბოთლი ერთი ბოთლი 4000 ლარი 200 ლიტრა არა ბოთლი 750 და იმედი მაქვს რომ დაგიდგეს წინა ეს 4 ღირსო პირდაპირ დალია ბოთლი და მთლიანად არა თავი შეიკავეს სხვათა შორის ანუ სერვირებას მე უკეთებდი მაგ ღვინოს რა და მეთქი აუცილებლად უნდა დავწმუნდე მეთქი რომ ესეთი ძვირადღირებული ღვინო ფორმაში არის ანუ მოგართმევთ მეთქი რა მოგართვა ავიქე ასე თქვა და გავსინჯა ისე რა სომილებს გვაქვს ხოლმე ეგეთი მაგრამ მე უკლება რომ მეც მინდა გულარტილი სომილია ვარ და უთხარი რომ მეთქი თუ შეიძლება მეთქი დავა ყველაზე იაფიანი რა გაგასინჯული ხა ცოტნე და შენ 4 ლარიანი 4 ლარიანი მოგიგო სახი გაგასინჯული 4-იანი იყო არა 4-იანი არ იყო შენი 7 ლარიანი იყო შეჭება ხო ჩემი 7 რაღაცა იყო ორნაბიჩი დაჟე ანუ შეიძლება ვთქვა რომ დაჟე ანუ ერთ-ერთი პირველი ვიდეო იყო რომელიც ძალიან გამიგვარდა რა ანუ TikTok-ზე რა ანუ იმდენად იაფიანი იყო რაღაცა ხო რაღაცა სხვა ქვია მაგრამ შენი გაკეთებული ღვინოა ხო არა ფასი მე რა ფასი რა იყო ცოტა მოგემან ირა დაიწია და არა ხადაობა იცი არა მაგაზე ნუ ეხა არა ხადაობა რა იყო იცი ცოტა უფრო ანუ პოზიტიურ ჭრილში დავინახე მე იმიტომ რომ 4 ლარად ძალიან ადეკვატური იყო რა და ანუ ფასისა და ხარისხის შედარების ბრანერი ბოთლში იყო რა შუშის ბოთლი იყო პრობლემური არ იყო რა შუშის ბოთლი იყო პლასმასის ბოთლი იყო on შუშის ბოთლი შუშის პლასმასის ბოთლში იყო პლასმასი არა რაღაც სხვა შუშაში იყო იქ ფასდაკლებით იქნებოდა მაშინ 4 ლარად მე რა მიყოს ეს ვისე იყო ეგეთი ღვინო შუშის ბოთლი აი ერთი ლარზე მეტი ღირს უეჭერა ცოტა ნაკლები გაჩნია თუ ბევრ რაოდენობას ყიდულობ შეიძლება 60 თეთრიც ღირდეს 60 თეთრი კაი ეტიკეტი საცობი
რაღაცა არხანა თანამშრომლები დაწვეს. რასაც ხავენ ეგეც ბიჭო რომ შეიძლება რაღაც ლარი ღირდეს ამ რაღაც ეგ. ხანდახან ხო არის რომ აი ფული გაგაყინული რა ვიღაცამ შეიძლება რაღაც ნაბიჯები გადადგა ღვინო გააკეთა მაგრამ ანუ მიხვდა რომ აი მე ჩემი ღვინო გავაკეთე და ვერ ვყიდი და ფული მაგ გაყინული და შეიძლება ტონობით კონდეს ეგ ღვინო ეხა იმ ტიპს რომ შე რო უთხრა რომ იცი რა მოდი რაც დახარჯე ისა მოიღე დიდიებით დიდი სიხარულით იმას იზავს ამიტომ ანუ მესმის ხოლმე რომ ანუ რაღაცა შეიძლება რომ ხან ძალიან ხო მაგრამ მე გავსინჯე ეგეთი ცოტა გამოიტანა ერთხელ მაღაზიიდან მახსოვს 7 ლარი ღირდა ხო და აი რომ მოსვი შენ რო გაქვს ხოლმე რაღაც რეაქცია ხო რომ მიდებს ჭიქას და გავა და ჩუმად რო არის ხოლმე იქ და თან არავის არ უნდა აწყებინოს და მე თავი ვერ შევიკავე და ვაგინე ამასაც და ჩავოსწრებ რა გინდა ვერა დაგიშავიშე ჩემ ვიყიდებ სვამდი ჩემთვის არ მოგეწონა კაიდი რაღაც სხვას მოსწონს მუსრი გაავლო ეგრევე ანუ მე ინტერესით ვიყიდე და ამან დასალევად იყიდე არა ამან აქცია იყო შეჭება არა ხო რაღაც რავი მეთქე ღვინო მომინდა და უცებ გავიარე რაღაცა იაფად გაიჩიტე ჯანდაბას მეთქე როდის იყო ეხა ღვინო სვამდი და რაღაც ვერ ყვეოდი აი რო გითხარი რომ 30-40 ლარის გადახდა ერთ ბოჩი ნახდათ არ მინდოდა ეხა და იაფში გაიჩიტე ავიდა და დაიბრალე ესე ჩემ ის ვარ რა სომელიან მე ღვინო ვარ და 4000-5000 ლარი ღვინოს გავუსინჯა ვიღაცა შევიბარები და გეტყვით ახლა კაი არის თუ არა და 4000 რა უნდა ჭირდეს რა უნდა ჭირდეს 4000 ლარი აღვიროს რომ უთქვა რომ ცუდიაო არ ვიცი არის ხანდახან ხდება ხოლმე რომ შენახვის პირობების დარღვევა და რაღაც ეგეც ან აი საცობი შეიძლება რაღაც პრობლემა ქონდეს თვითონ საცობს რა ხო და რაც უფრო მაღალი კლასი არის იდეაში კლასიც მაღალია ქიმ საცობს მაგრამ არის ბუნებრივი ძალიან ბუნებრივი მასალა რა ანუ ეგ არის ხის მერქანი არის საკმაოდ სქელი მერქანი აქვს რა ხეს აძრობენ და იმისგან ესე მანქანა ჭრის აი საცობი ხო იცი მაგ ფორმას გამოჭრის ზუსტად რა არაფერი არ ხდება ეხლა რაღაც სპეციალური ხისგან მკეთდება რა ქვია პორტუგალიაში რო არის მარტო ის რა ქვია ხო და იმას შეიძლება რომ პრობლემა გაუჩნდეს და ნებისმიერი დონის ღვინო შეიძლება რომ გააფუჭოს რა აი გამარჯობა შენ კიდე ამბობ დაიკიდე და არ დავახუროთ თავზე ხოდის გითხოვს ხო და მომის კატეგორიას ალფეტკებს რო ვარჭოფ ეგ რაღაც აფერი არ მოგვოდა რაღაც ეგ არ ვარ ყველაზე ხშირი არის ხოლმე ის დებატები იმაზე რა ღვინოს რაც შეეხება რომ ქართული ტექნოლოგია ევროპული ტექნოლოგია და რომელი ჯობია და აი ხ მაგალითად ჩემს მას მაგრაევასება ქართული ტექნოლოგიით გამოხდა ქვევრის და მე ევროპული მევასება რა უფრო ერთი და იგივე ჯიშები სულ რო ერთი და იგივე ღვინოს ვამდეთ მე ევროპული მირჩევნია ჩემს მას ქართული რა და აი რა შენი იმიტომ რომ აზრით ეგ არის თქვენი ევროპა ხო და შენი აზრით რომელი ტექნოლოგია არის უკეთესი და რომელი უფრო ქვევსით რომელსაც უფრო მეტი პლუსი და რომელს მინუსები და ესე შემდეგ პლუს მინუსებით ძალიან მიადვილებს საქმეს რა ანუ მინუსები ბევრად მეტი აქვს ქვევრის ტექნოლოგიას იმიტომ რომ თვითონ ქვევრზე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს რა ანუ აი რამდენი სასაცილო ქვევრის მოვლა არის ხო ძალიან რთული მოვლა რთული არის და წესიერი ქვევრი რო ვინმე გაგიკეთოს ეგეც ძალიან რთული არის რა ანუ აი როგორი მონეტისაგდება იცი რომ აი 10 ქვევრი შეუკვეთე და კაი შემთხვევაში 5 მაგრად გამომადგა რა დანარჩენ 5-ს რაღაცა პრობლემა იქნება შეიძლება გაჟონოს შეიძლება ბზარი გაიჩითოს რაღაცა დაბინძურდეს სხვადასხვა გზით და ასე შემდეგ რა ანუ ეგ ანუ პრობლემების თვალსაზრისით ქვევს ბევრად მეტი პრობლემა აქვს მოვლას რთული არის მეურად ხარჯიანი არის დროს მეც მოითხოვს ანუ ყველაფერს მეც მოითხოვს და იასნად გამოსავლიანობაც ნაკლები გაქვს რა ეხა ქვევში რო ჩაუშვა აი პირობითად ვამბობ 30 ქვევრი რო გაქვს სეზონზე ყურძენს რომ მიიღებ ძალიან უხეშად ვამბობ რა თქმა უნდა რეალობაში შენ სავსე გექნება სეზონი რო დასრულდება 15 და 15-იც არიელი დაგჭება. იმიტომ რომ უნდა გადაავსო რა, ანუ თავიდანვე ვერ ავსებ ამ ქვევს რა, ანუ ფერმენტაციისას გადმოვა პროსტა. ამიტომ მე ჭირდება იმისთვის რომ ნაკლები სითხები იყო რა, ანუ აი ძალიან პრობლემური და რთული არის, მაგრამ ძალიან მაგარი ღვინოები გამისინჯავს ქართული თავისთავად და ძალიან ბევრი იქიდან ქვევრის ყოფილა რა, ანუ ქვევრი უდაოდ უნიკალური ჭურჭელია, ძალიან მაგარია და პროსტა კეთება მოვლის ამბავი უნდა დავხვეწოთ მეტად, რომ აი ეგ პრობლემები აღარ გქონდეს რა, რომ ანუ ჭურჭელმა გამიფუჭა ამბავი არ იყოს და დანარჩენი უბრალოდ ვენახზე ვიყოთ ორიენტირებული, რომ რაც მთავარია ყურძენი მოვიტანოთ მაგარი ხარისხის რა, რაც არის რეალურად ხარისხის განმაპირობებელი. ბანძი ყურძნით ვერანაირი მაგარი მეღვინე ვერ დააყენებს მაგარ ღვინოს. მეორეს მხრივ კლასიკური ევროპული ტექნოლოგია ბევრად უფრო მარტივი არის რა. ამიტომ
იქ რაღაცა ინერტული არის რა, ჭურჭელი არაფერს დაგაზიანებს, ასე ვთქვათ რა, მოსავლელადაც მარტივია, გასარეცხად. მაგრამ მანდაც კონტროლი გაქვს მეტი ტემპერატურას აკონტროლებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უეჭველი შედეგი უფრო გაქვს. ბევრად უფრო სტაბილურია რა, მაგამ ბავშვი, ანუ ქვევრი უდაოდ ძალიან მე გამისინჯებს. ხო, მაგრამ ქვევრი გემოსაც აძლევს შესაბამის და რაღაცა ის არა? გემოს არ აძლევს. აი, ქვევრის როგორ არა, მე გამისინჯებს ქვევრის გემო რო ძალიან ცუდი. ხო, ეგ სხვა არის. ძალიან ცუდი სუნი და ის რო ეკიდა რაღაც ეგეთი ისა. ქვევრის გემო რასაც ცუდი ქვევრის ბრალია. ეგ არის აი როგორ გითხრა რა. გასარეცხი ქვევრის ალბათ. აი ზუსტად, გასარეცხი ქვევრის უსუფთავ რაღაცა ბინძური თიხის ან აი ამკაყებული წყლის სუნი, შმორი, აი ეგეთი არომატები, რასაც ზოგიერთი და ადრე უფრო ხშირად იყო ხოლმე რა. დღესდღეობით ცოტა გამოხშირვა მოხდა ალბათ მაგ ხალხშიც და ისწავლეს რომ ანუ ქვევრის არომატი არ არსებობს რა. ანუ აი წითელი ღვინო რომელიც კანთან კონტაქტით მიიღება, ხო, აუზში დააყენებ თუ ქვევში ვერ უნდა არჩევდე რა. ანუ ვერ უნდა გაარჩიო რო გასინჯა ვიდოქში არ უნდა იცოდე ქვევრის და იმის იქნება ვერ. ქვევრი თუ კარნახობს რაღაცა რა, ანუ შეიძლება სტილი მიგანიშნოს ღვინომ თავისით, რომ აი მაგალითად ეს ნატურალურად არის და მე ვარაუდო რომ ეს შეიძლება ქვევრი იყოს, იმიტომ რომ ნატურალისტები საქართველოში უმეტესწილად იყენებენ ქვევს. ვარაუდობენ, შეიძლება არ იციან. ხო, ნუ ცოტა გამოცდილებაზე არის, რამდენად ვარაუდობ. გარტყმაზე მეც გაივარ. ხო და არა, სხვათა შორის აი მაგამ ბავშვი პროსტა ერთს დავამატებ. აი მსოფლიო დონის აი ტოპ სომელიები რო არიან, ისინიც კი ცდებიან. ანუ აი ღვინო რომელიც ძალიან მაგარი არის ხარისხობრივად და ერთი შეხედვით ლაპარაკობს იმაზე, საიდან უნდა იყოს, რა ჯიში არის და ასე შემდეგ. ძალიან ტოპ სომელიებიც ცდებიან ხოლმე რა. ანუ რაღაცა ტიპმა თქვა რომ ეს მგონია რომ არისო პირობითად კალიფორნიული პინონუარი და ამ დროს აღმოჩნდა ახალი ზელანდია. აი, ნუ ხვდები ხო ამ დისტანცია, მაგრამ ნუ პინონუარი თავისთავად გამოიცნო, მაგრამ ძალიან რთული არის რეალობაში, რომ შენ მიხვდე რა ღვინო არის. რომელიც წლის მოსავალი. 65-ის რომელიც ის კიდე უფრო მარტივი არის რა, იმიტომ რომ ფერი კარნახობს მოსავალს როგორც წესი რა. ყველაზე მეტად. აი მაგდენ წვალებას. გუნდიჟე შოქში. რა პერი. რა ზელანდია. რაღაცა ხო, მაგრამ აი 4000 ლარს უეჭველი კაია. აი დაასხი დალი გაერთე იქ. დატყვი. რა გინდა ეხა მაგდენიეს. მაგრამ თქვენი სახე მიიღე რომ რაც მეტი იცი, მით უფრო მეტ სიამოვნებას იღებ. აი ხა მე, ანუ გულსფრულად ვამბობ, უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ ლუდისგან, რაღაც კონკრეტული არჩევის რამდენი იცით, მაგრამ ლუდისგან, ღვინისგან, სუფთა აი background ცოდნის გამო გარკვეული დონის ლუდებისგან მე უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ. იმიტომ რომ მეტ რაღაცას დავიჭერ, რითიც სიამოვნება უნდა მივიღო რა. მაგ დაჭერების ამბავში, ანუ ხალხს რო აუხსნა ეს ვაშლის გემო საიდან ჩდებაო და რაღაცა მაგ დაჭერების ამბავშია და ხალხს რო იჭერენ მაგას აგრძელებდი უწევეთ კი. ხალხს რო იჭერენ მაგაზე 100 სიტყვი. ხო და ის რა ქვია, საიდან მოდის ეს გემოები რაღაც ვაშლი და მსხალი და ალუბალი და როცა არის ძალიან ბაზრობს ხოლმე ხანდახან ხო ანუ მე სანამ ეხა აქ ალუბალს ხედავ მარჯვენა იმაში რა ქვია იმ რაღაცა და მე სანამ მაგას გავირკვევოდი რაღაც მეგონა რომ რაღაცა ამატებდნენ და ალუბლის ნოტები და რა ხო არა მე ხო აგვიხსნა რომ რაც უფრო მეტი გემო მოდის ღვინიდან უფრო ვაფასებთ მაგასო და უფრო კაია ხო და აუხსნას კიდე ხალხს უთხრას ესე იგი რაც უფრო მეტი ღვინო არომატი მოდის მადლობა რომ გაეცი თავარი კითხვა არის საიდან მოდის რა ყურძნიდან კი ბატონო ანუ ყურძენი არის ყველაზე მაგარი პროდუქტი ნედლეული როგორც ასეთი ვაფშე მსოფლიოში სხვათა შორის კენკრა არის ზოგადი კლასიფიკაციით კენკრა არის და ყურძენს აქვს იმისი უნარი რომ ნებისმიერი ხილის ბოსტნეულის არ ვიცი წვანილის, ყვავილების, ასე შემდეგ, აი რა სანელებლების არომატი მიიღოს. ანუ ეგეთი უნიკალური არის. შაქრების, შაქრის ის არის ხო, რაღაც ფერმენტაციას რო გადის, უბრალოდ, ანუ დაშლის და იმის ფერმენტაციის პროცესში იმდენი ქიმიური გარდაქმნა ხდება, რომ ივითარებს სხვადასხვა არომატებს რა. ეს არომატები განპირობებული არის ჯიშიდან უშუალოდ ნიადაგიდან, იმიტომ რომ ერთი და იგივე ჯიში სხვადასხვა ნიადაგზე, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, ზღვის დონიდან რა სიმაღლეზეა, როგორი ტერიტორია როგორი არის, ასე ანუ უამრავ მეზობლები როგორი ყავს. თუნდაც. აი ძმო, ესეთი უნდა იყოს ლოთი. სოფელში არ გამომდიოდა. აი პროფესიონალი ძმო, დაჟდები, გელაპარაკება ყველაფერს.
აი ისმო. შეჩო. მეზახეც ეხლა და რო არ გელაპარაკები გიყვირს? ლოთი გამოხვედი შენ შეიხედე. მე რო დამაბრალე რაღაცა შენ YouTube-ში მაგარ გამოცდილებას ვხებ. ანუ ეს სიტყვა ზემოხსენებული შეიძლება თავისუფლად. ნუ ამისგან შეიძლება როგორც ჩანს და. რა ვთქვი? ის ხალხი ვინც ღვინოში შაქარს ყრის პიდია? კი, უდაოდ. შეგვიძლია რომ დავწვათ? დღესდღეობით, რავი, მაგას თუ ვაკეთებ, ანუ აი ძალიან დიდი უცოდინრობაა რა. ანუ სერიოზულად რო ვთქვათ, დღესდღეობით, ან თუნდაც აი 5 წლის წინ, ანუ ყოველთვის ტეხავდა რა ეგ რა, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ის ვიღაცას უნდა ამოუჭრა უეჭველი ხო ისეთი ისა აქ. უეჭველი უნდა და რა ეს კითხე. ვიღაცა აგი რა თქვა შენზე? აგი შენზე რა თქვა? სიგნალი დაჟას გავაკეთე მაგას. ის იყო რა ქვია ის მაგრამ ძველ ბაბილონში ხო იმოშევოდნენ ლუდში წყალს თუ გაურევდნენ ის იყო რა ქვია ლუდის კაშში ქსვავდნენ სავსე ლუდის კაშში და გახურებდნენ თავს რომ დამკრჩვალიყავი იქ რა იყო მანდ წყალს რო გაურევდნენ და აფუჭებდნენ მაგას არის აპატიობდნენ მაგრამ ასლი დახჩობის გამო მომენტ აი შეარჩა ქსვავდნენ და რე იყო ბიზნესი თორე იმ წყალგარეულში. ხო ეს ამაო სარიელ კაში დარჩებოდა თვითონ ორწუთში. ის რა ქვია ეგ წყლის კი არა და შაქრის და წყლის დამატება ხო ორივე თემაა და ეგ მაინც არის იმის რა 90-იანების ბრალი და რაღაცა როდესაც საბჭოთა თემა არის იმ ფალსადრის რომ ანუ მიგვაჩვიეს რომ რაღაცა რაოდენობა უნდა შეგვესრულებინა და ვაფშე არ აინტერესდებოდათ რა ანუ როგორ იქნებოდა და გააბევრეს მეგით ხო ხარისხზე საუბარი არ ხდებოდა რომ ეს როგორი ხარისხის ღვინო გამომიგზავნეთ სერ ეს ხაზა ეს ძალიან ისეთი არის მაგრამ ამ ხალხო შაქარი ბევრი აქვს ხო ანუ ხარისხი საერთოდ არ ხდებოდა რა ანუ არ საუბრობდნენ ხარისხს აუ ეს კაია დო ეს იდეალური ზარი გვაქვს ჩვენ. აუ ძალიან კაია ხო რა. ხარისხის მნიშვნელობა დაიკარგა შესაბამისად მე ხალხი რომელიც მიჩვეული იყო რომ ბევრი ჩვენს გვინდა რომ ოჯახებში ბევრი გქონდეს, წყალი დავასხათ, შაქარი დავაყაროთ და რაღაცა 100 ლიტრის ნაცვლად გქონდეს 200 და ვიქეიფოთ და ასე შემდეგ რა. იქ ანუ ფუნქცია იყო მარტო ღვინის რა რომ დათრე იქეიფო რაღაცა და всё დასრულდა თემა. შესაბამისად ეხა შაქარი ალკოჰოლს გაძლევს, წყალი მოცულობას გაძლევს და всё ალკოჰოლი გაქვს. გაზავებული იმაში ხო? იქ რა თქმა უნდა არომატი არაფერი არ გაქვს. შენს დაინახე ხო ეს? ფუჯო კაი. აი ამ ადამიანთა გემოვნებაზე როგორ უნდა რა? პეჩენია და ჩაია შეჭება რა რასაკეთებ? გასინჯე და მე მითხარი ახლა რა. აუცინჯე ახლა ჩამიგდა ერთი ჩიფსი შეჭება. კადრს. შენს გასინჯე კაი. იყოს ეს. ხოს დავშეიკა. გიო ძალიან უხტილდება თავის რეცეპტორებს შენ განსხვავებით. ანაირად მელაპარაკება ახლა. შენს გელაპარაკება ლუდი ამას ელაპარაკება ყველაფერი და იმას რა ქვია. ღვინო განსაკუთრებით ძალიან ცოცხალი არსება არის. მართლა დედას ვიცავ. ძალიან ცოცხალია რა. აი, განსაკუთრებით თუ ღვინოს აყენებ რა. მე ხა მარანი მაქვს ახლის გვერდით. შესაბამისად ანუ ჩემ ღვინოს რო ანუ რო ვაყენებდი რა, ერთ დღეს რო გამესინჯა შეიძლება რომ აი რაღაცა ხასიათით, ვა აი მესაუბრება რა ღვინო. ბევრი არომატი დავიჭირე რაღაცა მომწონს ყველაფერი. მეორე დღეს მესამე დღეს შევედი, ვაფშე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. რა ის კი არა რომ მე გავცივდი მე ვერ ვგრძნობ. არა, აი ღვინო არის ეგეთ მდგომარეობაში ჩაკეტილია ან რაღაც ანუ აი ხასიათის თემაც არის. მართლა არის. დაჟე ბოთლში რო ჩამოასხავ და რო აძველებ პირობითად რა, დრო გადის რა. ღვინოს აქ ეგ აი ძალიან რთული განსასაზღვრია, ყველა ჯიშს თავისებურებები აქვს რა. შეიძლება რაღაც პიკში ავიდეს, მე ძალიან ანუ აი ჩაკეტილი იყოს და არაფერი დაიფიქრო რომ всё გაფუჭდა ღვინო, ანუ აი აღარ ყო დაკარგა არომატი, მე კიდე რაღაც დროის მე კიდე არომატები წამოვიდეს, ანუ ეგეთი რაღაცა ახასიათებს ღვინოს რომ მართლა. ნუ იბუტება ხოლმე ხანდახან და ცუდ ხასიათზეა და თავისი ხასიათი აქვს და განსაკუთრებით ერთი მიმდინარეობა არის სხვათა შორის, მეღვინეობა მე ვენახეობაში, ბიოდინამიური რა. და ვინც მაგ ბიოდინამიკას აწვება, ვენახსაც განსაკუთრებულად უვლის სხვანაირად და ღვინის ბიოღვინოზე ლაპარაკობ, მე ბიოღვინო რო გამოდის. მაგასთან ახლოს არის. მაგრამ უფრო მეტი ის აქვს რა, რეგულაციები. მთვარის კალენდარს მიყვებიან. ღვინის მირთმევა გინდა, ღვინის ჩამოსხმა გინდა, პროცესები რამე ვენახში გასხლა მთელი ამბები. ყველაფერი ცაგარელს მოგეკავარ. აი ხა დალევებდა ბიჭებს და რა შევა? ეს ეტლი გავიდა უკვე. არა მართლა ჩვეულებრივი კალენდარი არის, ჩახედავენ რომ აი ხა არის რაღაცა, აი არ ვიცი, green day. ჩემი მაგხალს აკლია აი ხა. მთვარე სად არის? ხო. იქ თუ ღვინოზეც მოქმედებს ძმაო? აუ ჩემი კარგი რავი რა. შენი კარგი
გიორგი გავაგზავნო საუბარი ღვინოზე მაგრამ ძალიან ცოცხალია ბიოღვინო ვიცი რომ რაღაცა 10 წელი თუ 20 წელი ვაფშე მოწამლული არ უნდა იყოს ის მიწა სადაც აყენე ის აი მაგდენს რო ჩალიჩო პირ მთვარეს რაღაც უყურებ დაანებე და იქიდე რა ეს ალკე მიმდინარეობა არის რა ანუ აი ორგანული ტიპები ნატურალისტები და ბიოდინამიკა ეს სამი შეგნით რო ყრია ხოლმე ის ჯუბაკები თან ღვინოში სამი სხვადასხვა ჯგუფი არის რა უხეშად ვა არა მთვარეს არ უყუროთ რა მეუბნები მთვარის როცა გინდა დალიეს ხო აი ჩვენ ცხოვრებაში დავარია შაქარი და წყალი არ უყურებთ ეს შაქარი და წყალთან ის თემა რო არის სუპრა ჩაქრიანია ხო ეს არის მაუს სუპთა დავაყენე და რო დალევ ორჭიქაში რო იმიტომ რომ ალკოჰოლს არავინ არ ზომავს ხო ისე თუ დაგილევია ის სუფრაზე თუ მოგიწია დალევა რომ აი ცუდი ღვინო აი ავნად კარგი სწორდება მაგრამ სუფრაზე ხარ და აი ვერ უტეხავ რა არა აი რო ვერ უტეხავ ეგ მომენტი არ მქონია გულწრფელად რა ანუ მართლა ანუ ნებისმიერ ანუ ნებისმიერი მისის შემიძლია ანუ რაღაცა თუ რაღაცა ოდნავ ახლობელია შემიძლია უთხრა რომ იცი რა მე ვერა ან რაღაცა მაგრამ შენგან რო არავის არ ჯერა ეგ მე ვერა არა მე რაღაცა იგზნო და მე რო საჭესთან მე დავждები დღეს და კაი ჯანდაბას დალია ნუ აი ეგეთი რაღაცები გამიკეთებია მართლა ანუ ხა ისეთ სიტუაციაში ყოფილა რომ ანუ ღვინო ნუ აი შანსი არა მე ვერ დავლევ და მეუნები ჩემს მაკას რომ მოდი შენ დალი მე დავждები საჭესთან რა და ის არის მანქანის წამოსული იდეაში მაგრამ ნუ ხო ჩვენ საჭესთან გინდა ეხლა რა მე ძალიან მინდა საჭესთან რომ დავждები ჩვენ ხონდა განსხვავებული ევასება განსხვავებულები არა რა არ არის ღვინისთვის არ არის ნორმალური ფორმა ძალიან დიდი ხანია რაც აი ეგრე რა აი თუნდაც ქართულ ტრადიციულ თემაში ესე არ დამილევია ძალიან დიდი ხანია მართლა ეხლა რო დავფიქრდი ამ წამს მივხვდი რომ ძალიან დიდი ხანია ერთი წელი ვსწავლობდი გერმანიაში იქიდან რო ჩამოვედი ნუ აი ძალიან მენატრებოდა ეგ რა ანუ განა არ ვიცოდი რომ აი გაეგ არის რა უკაცრავად მაგრამ ჩასხმა არის რეალურად და ინტოქსიკაცია და ეს ურთიერთობა სხვა თემა არის რადიკალურად განსხვავებული მაგრამ ეგ მინდოდა რა მონატრებული მინდოდა ძალიან მაგრამ ეხა ყოველდღიურობაში რომ რაღაცა სუფრებზე ვხვდები და რაღაც მე მაინც უფრო ცოტა კულტურულად მივირთმევ არა ტრადიციულად შეიძლება ანუ განზრასი და ხერო განსხვავებული არა კულტურულია ნუ ხო ხტები რა კულტურა დაგვეწონა ხო ამა ეს ვინ არის რა ეს რა ხდება ეხა რა მეც არ მიყვარს მირჩევნია ყოველთვის პატიოსნა ჭიქით დავლიო ისე რაღაც მე მეს მქონია და ძალიან ბევრჯერ დამილევია და სასაცილოა მაგრამ აი უფრო პატარაობაში და სკოლას რო ამთავრებდი და სკოლის ბოლო კლასებში ანუ აი მენა თამადა და აი მიდი მოდიო და ანუ მევასებოდა ეგ აი იცი რა განსხვავებულები მიყვარს ჭიქის ზომის ხო აი ფიალა შეიძლება იყოს ამ ფიალა ოღონდ მე მართლა ერთი ჭიქა იყოს რა აი სიტუაციის თემა არის სუფრის თემა არის რა ღვინო თუ ეხა სუფთა არის და აი არაფერი ანუ გასაგიჟებელი არ არის მაგრამ პრობლემა არა ღვინოს თქვა და დაძმარებისკენ არ არის სიტუაციას გააჩნია და მე თუ აი მეგობრების და რაღაც ისეთ აი ოჯახურ წრეში ვარ და რამე ძალიან დიდი სიამოვნებით ფიალასაც გიახლები და ყველაფერი მსგავსი თვალსაზრისით რა თუ ეგეთი სუფრა არის არანაირი პრეტენზია პირიქით ძალიან კარგად მესმის მაგის მუღამი და აი შეიძლება ბევრ ბოთლის ძალიან კარგი დონის ღვინოზე უფრო გემრიელად დავლიო იმ მომენტში იმიტომ რომ ღვინო რა არის ხო ურთიერთობა და აი ეს სიმღერასაც გასწავლიან არა არა ერთადერთი მაგას არა რა მაგარი იქნებოდა ღვინოში ფრაზე რო მარტო ერთი ორი ილეთი პირველად როდის გასინჯო ღვინო აბატრა ну აი 8 ეთოქში დავიბადე მომაწოდეს პირდაპირ არა მე შენი დაბადების მოგ დალეული მე არ მახსოვს პირველად როდის დავლია მაგრამ ვიდეო მაქვს ნახე პირველად როდის პირველად სვამთო მართლა თავის დაბადების აქ დალეული უეჭველი არა არ მას სადღაც მაგაზე მეც სამი ხიო ეუნებოდა სადღაც 5-ის ვიქნებოდი ალბათ მაქსიმუმ მე პირველად პატარას მაგ არაჭ დალეული მე მახსოვს ორის ვიყავი დავლიე იმიტომ რომ აი ჩაბეჭდილი მაქვს გონებაში ბავშვობის ის მომენტი და სავარაუდოდ ვიყავი მაშინ აი 5 წლის რა აი კარგად მახსოვს იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი დავლიე მაგრამ კი გამისწორდა მაგრამ დავლიე და ძალიან პატარა რაღაცა გადმოსაბიჯებელი იყო და ფეხს რო წადი მივარდებოდა და ანუ მე ვერ მიდიოდი სახში 5-ის რო ვიყავი მამაჩემთან და მამაჩემის მაკაცებთან ერთად სანაპიროზე ყაზბეგეს უწუბერავდით ხოლმე მაშინ ჩამწკრებული რო იყო ყველა ხო იცი და ლოც მე მეძახი შეჩემა ლოც მე აკნა ხა მე მამა მიწება დალეო და უარ ყორეწყოდი იყო რა და არა მე ღვინო ხო ცოტა უფრო მერე ალბათ ის ვიდეო მაქვს ნახე 4-ის ვიქნებოდი ალბათ მაგ ვიდეოში არ მახსოვს რა სიჯიჟი არის ის არის რა ქვია სუფრა რო არის ვინმე ექიმი რომ მოიყვანო ანუ აი
შემდეგ ექიმი ყავს ხომარი. ექიმი ყავდა და მედალი. ის კი არა ჭიქა და კი არ გამიხსნა. და აი ხო იცი იმაში რა ჩაგისხა, ალბათ აი ლოცე ბიძი და რაღაცა. ექიმი არ მევასწრებ, ბავშვებს რო ასმევენ ხოლმე. ჰა? გასულად ქვაიშენ საკუთარ ბავშვებმა, ანუ მე ვიღაცამ რომ მიაწოდოს ჩემს შულს რა გასინჯე რაღაცა, არ მევასწრებ. შენ თვითონ არა ვასწრებ თვითონ შემომარტყავს იმ ჭიქას სახეში შეჩემა რაც უნდა მივაწოდები. ბავშვობიდან აქ ეგის რამოდენიმეჯერ რო უთხარი რომ არა ვსო რა არ შეიძლება. მე ორის ვიყავი რომ დავლი არახი. წყალი მეგონა. მივედი და გადავკარი. და მე მასულიერებდნენ 1-2 დღე. რაღაცა მეც დამართნია, მაგრამ პატარა არ ბავშვისთვის რეალურად. პატარა ვიყავი უფროსურად, მაგრამ სადღაც 10 წლის ალბათ. არაყი რო წყალში შემეშალა. ჩემიას დათის ვარში რო იდო და გავხსენდა. არა, შენ არ შეგეშლება დათის გააზრებულად იზრდი უკვე მაგას. არა. ეს უოთი არ მოი წყალია და დაწყებდა. ვითომ წყალია. ბიჭო, არა, აი ლუდი მახსოვს, ლუდი ეხლა სკოლის პერიოდში უკვე ძალიან მევასებოდა. არა, ლუდი ვიტყვი, არ მევასებოდა. დიდი ხანი არ მევასებოდა. მე აი სკოლის მერე ცოტა, აი მაშინ დავიწყე. შემეშალა ლუდზე არ უნდა მეთქვა. კაკრას ღვინოზე უნდა მეთქვა, რომ ღვინის დალევა აი ბოლო კლასებში უკვე ძალიან მევასებოდა. აი უკვე რო კაცობდა კლასელებთან ერთად შეიგრიბე და რაღაცეები, მაგრამ მევასებოდა. მაგრამ მაშინ სულ ღვინოს სვავდი მე. ხო, მაშინ ძირითადად ღვინო იყო. და ბრენდი. ბრენდი კაი. ბრენდი, ხო იცი, აი შამპანიური არა და მეორე და კონიაკი არა და აი ერთე, მაგრამ XL ვოდკაზე არა მობს ბრენდი. ხო და ის რა ქვია. ხო, ლუდი აქტიურად ჯარისმერე დავიწყე. ცოტნე არ გშურს. დალევა ლუდის. რის? მე რამდენი სვავს ბიჭო 4000 ლარიანი ღვინო დალეული და გამხდარია. შეიძლება 4000-იანი მერს რო დავლიო მეც გავხდი. ნერვიულობისგან მაგიური დავხარო ცოდაჭე. აუ ჩემი მართლა ისე 4000 ლარიანი ღვინო ხელში რომ მეჭიროს მაგის გამო გავხდა. აუ სახში რომ მიგეკ მაღაზიიდან. აუ ხო არა და არა 4000 ლარიანი ღვინო. მაშინ იმის საწობის ამოღებისა შეიძლება რა ვერც იმპაქტმა დამარხაც რაღაც მომივიდეს. ჩვენ დაგვემართ ხო იცი იმაში სოფელში სვამდით ერთხელ მე 4000 ლარიანი ღვინოზე არა ვენდო. და ვიღაცა ყიდი და მეზობელი რა ღვინოს რა და ხო არ მახსოვს აი ფასი რაც იყო რა იყო მაშინ ვიყავი სოფელში და შეიძლება 4000 ლარი უდრიდეს მე 10-11 კლასში ვიყავი ალბათ მაგ პერიოდში და ნუ აი ასნა ეხა 5 ლარი შევკარით ბიჭებმა დავდეთ სოფელში საჭმელი არ ჭირდა არაფერი კიდრი პომიდორი ყოველთვის ჰქონდა სახლში და რაღაც ღვინო ვიყიდეთ და ბიჭო სვამდა ნუ ხო დავლიე პირველი ჭიქი გემო მაქვს რა და ეს საშინელება იყო რა, აი ცუდად ამის გავხდი და მაინც არ ვიტეხავთ, იმიტომ რომ ფული გვაქვს გადახდილი რა და დათრობაც გვინდა რა, რაღაცა ეგეთ ხასიათზე ვარ და ვისთანაც ვიყავით სახლში ბაბუამისი მოდის და ის არის პირწავარდნილი ლოთი, აი როგორი ლოთია, იცი? ყველაზე ლოთი იყო სოფელში ვაფშე. და დამისყიდო ერთი მეც დამალევი ბიჭებო და თავისიანებსაც ამათაც უეჭვი. დამისყიდო დალია შეჩი ამ ძმარს რა გასმევთო შეჩემა როგორ მოვოთ მაგვითხრა იცი? აუ იმე ფუ და დაასხა ზირ ამას რა გასმევთო და აგერ მაქსო ის ღვინო და მოდი დალიეთ ნორმალურიო. კონდია გადატეხილი ბაბუს. შეიძლება თავისთვის გადადო და ზმარი ჩაასხა იმაში. არა, ეს ვიყიდეთ შეჩემა მეზობლისგან ვიყიდეთ. მე მეგონა იმ ოჯახის ტიპი იყო ეგეც. არა. პროსტა ცალკე პირწავარდნილი ლოთი იყო. ცალკე პროსტა რიგითი პირწავარდნილი ლოთი. პირწავარდნილი ლოთი რაც უცი სიტყვაში. პირწავარდნილი შეიძლება იყოს. აუარნელი ლოთი. არა, პირწავარდნილი შეიძლება იყოს, მაგრამ ლოთი კაი ხალხია, რავი ახლა. აჩნია ლოთი. ლოთები კაი ხალხია, მე მიყვარს. დალევა ვისაც უყურს, ყველა მიყვარს, მაგრამ რავი. ის გევასება რა ქვია? დილით რო. აი, ხაი, პარკინსონი ვის არ ქონია. პარკილობიო. ის რა ქვია? მაგიტო არის გენიალური ხუმრობები ჩემს. მაგიტო არის რაც გითხარი რატო ვაკეთებ რა. ანუ დღესდღეობით ანუ მაგას თავი დავანებოთ ეგ ხო, ნუ კაი ჩამოსასხმელი ცალკე კატეგორია, მაგას ვაფშე არ ვეხები რა, იმიტომ რომ კონტროლი არ არის მან საერთოდ, მაგრამ აი წინაზე რაც გითხარი, რასაც ვაპირებ რომ გავაკეთო რა, აი მაგიტო ვაკეთებ რომ უი, სხვათა შორის ხო YouTube-ზე შემოდის ოგიო და მეგობრებო, აქვე. რამდენი როდისთვის აპირებ მაგას, მაგამ ბავს როდის იწყებ? აი შემდეგ მოსავალზე ამ ვიდეოს ალბათ რომ დადებთ, უკვე დადებული მექნება პირველი ვიდეო YouTube-ზე. განზადებული გაქვს უკვე? უჩვენოდ გადაიღე, კაი. რა იქნება? არ მაინტერესებს. აქვე, ბარემ. Gio says drink this. Okay. Very good. So, let's go. გადავითარგმნო უცებ. ისეც სახე ქონდა. დავაყოლე გამიგდა ეგრე რატო და მომისმენე ის ლინკი ჩაგვიგდე
და თუ ხო მაგ დრომდე მოესწრება და რაღაცეები, ყველა ვარიანტში აღწერაში იქნება შენი არხი. თემა ის არის, რომ მარათონში გუნდი შემარიცის. მარათონს ვაკეთებ რა, 500 ღვინოს ვკრივავი ხა? ამ 500 ღვინოს გავსინჯავ ლაივში, ოღონდ ეს ლაივი არ დასრულდება, სანამ ამ 500 ღვინოს არ გავსინჯავ და არ შევაფასებ რა, ანუ მე პირველად ცხოვრებაში მომინდა მარათონში მონაწილეობის მიღება. სტუმრები მეყოლებიან. მართლა? კი. თუ ერთი დღის საღამოს სიამოვნება. არა, просто მე ძალიან არაკომპეტენტური და ის ვქნები რა. просто მე დავთმევი და ბევრი წავალ. მექნება და მოდი სტუმრად. კი, შეიძლება სიამოვნებით, რატომაც არა. ლაივს აკეთებ? ლაივს ვაკეთებ 500 ღვინოს, ანუ დავჯდები, ანუ 500 ღვინო შეგროვებული მაქვს, ვიწყებ ღვინის დეგუსტაციას. ეს სტრიმი ვაფშე არ გაითიშება, სანამ 500-ივე ღვინო არ არის. ანუ ეს 1 საათი არა რა ერთი. მე თუ მივალ, მე და შენ რა 500 საათი. ნუ ჩემი ვარაუდი არის, აი მინიმუმის მინიმუმი, აი ყველაფერი რო იმენა სლიკინით წავიდეს და არ დავიღალო და ამ შემდეგ აი 5 დღე მაინც დამჭირდება. ვა, 5 დღე ლაივს აპირებ, ანუ ეს მინიმუმ 5 დღე მაინც დამჭირდება. ბიჭო, აი უნდა გადაგვეღოს. ღვინის გასვლა. არა, თან რა ხერა კაია, აქ რომ მიხვალ სტუმრად, ანუ ეს ხო რო სინჯავს, ცოტა სასხამს ბოთლიდან და გასინჯავს და კაია სა ბევრი ბოთლი. მე ვიცი, კარებს უკან გადავდგავ. ბოთლს გადავდგავ და კაკრება. ხოლმე გავა სალფეტკებს ჩავარ. შევიდას ვერ კარგებთ. ხო, მისამართს გეტყვით, სადნა მოაკითხოთ ხოლმე ყოველი დღის საღამოს. სადეწყობა და რა. ანუ მიზანი არის იდეაში ვფიქრობ რა, ანუ მინდა რომ მოვიდომო, რომ აი დღეში 100 გავსინჯო რა. ჯგუფთან ერთად 70-80-მდე ღვინო გამისინჯავს რა, მაგრამ ჯგუფი რო სინჯავთ რაღაც დისკაშენი, ანუ განხილვა მიდის და ცოტა უფრო მეტი დრო გჭირდება, მაგრამ მარტო რო ვიქნები, მგონია რომ შეიძლება 100 ბოთლი 100 ღვინო დავძრა დღეში. ანუ კონკრეტულად შენი აზრი შენ თქვი? დაზღვევა გააქვს? კი. კი. დამთავრდა დასმა თუ არ გაქვს დაიწყე მაინც. ვა, არა, მე სოსოს დაგაკავშირებ და საინტერესო რაღაცაა, ძმაო, წარმატებებს გისურვებ მაგ წამოწყებაში და YouTube-ზე მიხარია, რომ შემოგვიერთდები აქეთ. ხო და მთავარი მიზანი მაგ ყველაფრის ის არის, რომ საიტს ვაკეთებ, ანუ ეს პროსტა YouTube-ზე კი არ დარჩება, რომ აი ლაივი ჩაიარა და მორჩა რა, ანუ საიტს ვაკეთებ, სადაც ეს ღვინოები, ანუ 500-დან არ ვიცი რამდენი მოხდება, მაგრამ აი ესეთი ღვინო, რომელსაც თავის საფასოში, თავის კატეგორიაში შემიძლია რომ გირჩიო, რომ აი მიდი ძმაო, აი ეს 20 ლარიანი, აი ეს 30 ლარიანი, 14 ლარიანი, 100 ლარიანი, 200 ლარიანი ღვინო იყიდე, იმიტომ რომ აი ეს და ეს, ანუ მიზეზები აქვს. აი ეგეთი ღვინოები მოხდება საიტზე რა. და ეს საიტი იქნება იმისთვის, რომ აი შენ რომ მოგინდება, რომ მოდი რამე კაი ღვინო მინდა რომ ვიყიდო და რაღაცა მიზეზი გაქვს რა, ანუ რა სასაჩუქრად გინდა ან ძმაკაცებმა გინდათ რომ დალიოს და ასე შემდეგ. ნებისმიერ ეგეთი მიზეზისთვის ამ ფილტრი იქნება, აი ძალიან აი ეგეთი ადამიანური რა. კონკრეტული ფილტრი. მაგარი ბიზნესი. აი რაც ეგეთი ფილტრი მე იქნება. მაქვს მაგარი ბიზნესი დია. გამოუშვება. აი ნახე, სადმე მიდიხარ რა, ის სასმელის მაღაზიები ხო არის ძალიან ბევრი. აჰა. აბა რამდენად სულელეს სიტყვი მე დიდი. ის რო გააძროთ რა, სომელია გამოძახებით. და უცებ მორბის გირჩა რაღაცებს სინჯავს უცებ რაღაც და ეს დაითრია და მიდის რა. ცუდია ბიჭო ძალიან კაია. მაგაში მომეწონა მორბის. კი. მორბის ბევრი გასინჯული უკვე და მე სურათში დავინახე ვიტრინიდან რო იყურება. მოხმარებელი რომელიც გელოდება და შენ გვერდულად რო კარგი ხარ რა, ანუ მაგ მანქანით ვერ მოვა ახლა და ნასვამია. ხო, შეიძლება ნასვამი დაждდომა. მოდი ახლა მე მაქვს თქვენთვის პატარა თამაში მეგობრებო. აქ დარწმუნებული ვარ რომ ამ თამაშში გამარჯვებული იქნება გიორგი, მაგრამ ორივეს გიორგი ქვია შეჩემა. შენ ხარ გუნდიშა შეჩემა. კაი. აუ ეგ ამიხსენ. ან შეჩემა ხარ შეჩემა. გუნდიშა? ბიჭო ბავშვობიდან ვარ ძალიან ისეთი ტიპი რა, აი მიყვარს საძმაკაცო შევკრა ხოლმე რაღაცა ერთად. გვარი არის გუნდიშვილი და გუნდური ტიპი ვარ. გუნდური ტიპი ვარ და ის რა. ტრადიციული თამაში არის ჩვენი გადაცემის, სადაც ტოპ 10 ქვეყანა არის წარმოდგენილი. იმის მიხედვით თუ ვინ აწარმოებს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინოს სოფლიოში რა. ხო, ყურე გაგშეჩება. მე უნდა ვეთამაშო ეხლა. არა, სტატისტიკა იცვლება წლიდან წლამდე. ეს არის 24-ის. 3 24-ის არ წავუგითხავს. არა, მართლა. დიდი ხანი მაიმედები. ყურადღება არ გაგიკვირდა. დავაი, მიდი, ბაზარი არ არის. წაგებული სვამს, ფრეს შემთხვევაში სვამ მე, ასე რომ გააწურინეთ ბიჭებო, ლიტრობით არის რო მინდა იწყოს, მე თუ შენ. მან გადაწყვიტოს. ცოტნე ჩემია. იქით ამხარე შენი. მე დავიწყე.
არ მაინტერესებს. საქართველო. არ არის საქართველო. საფრანგეთი. საფრანგეთი არის მეორე ადგილას და არის 3,651,900 ლიტრი ღვინო წელიწადში. მე ვიტყვი პირველს ახლა. მე მგონია რომ პირველზე იქნება ესპანეთი. ესპანეთი არის მესამე ადგილას 3,258,000. კაი, ჩემოწმა. ლიტრი. ეხლა ისევ ჩემი ჯერე. კი. იტალია. იტალია პირველ ადგილას 4,250,000. ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია ყოველთვის ესე მონაცვლეობით არიან ვენახის ფართობშიც და წარმოებაშიც ესე რომ. წეგან ახსენე ამან რაღაცაზე და მოდი გავტესტო. ზელანდია არის? სამწუხარო ზელანდია. არა, წეგან რაღაცაზე თქვა რომ ის არის რა ქვია და. მე მგონი ტოპში არის, ანუ ტოპ 10-ის მალევე მოდის მე 11-12 ადგილას თუ რაღაც. ზუსტად. ამერიკა. ამერიკის შეერთებული შტატები რა თქმა უნდა 2,000,000. ამერიკაც ახსენე, ეგ მეთქვა რომ ზელანდიასა თუ მივახტი მაინდა-მაინც. ზომაწონა. რუსეთი არის მან? რუსეთი არ არის აქ. რუსეთი არ არის? ერთი მაქვს რომელსაც სავარაუდოდ არელოდებით და დიდი ეჭვი მაქვს რომ აქ ტოპში იქნება და მაგას ბოლოსკენ მოვიტოვებ. ეხა ვიტყვი ავსტრალიას. ავსტრალია მეხუთე ადგილი 1,360,000. ზელანდია, ავსტრალია შეჩიმა ჩაგეთვალა წეგან. რუსეთი, ამერიკა ერთი. მოდი მე ძმაკაც ვენდობი. მოლდოვა. და მოლდოვა. აი, მითხრეს მოლდოვა. შეცდომაში შემიყვანეს. გერმანია. გერმანია მეათე ადგილას არის და 746,000 ტონა ლიტრა. ხო? იქიდან უკაცრავად ხარ და დარბაზიდან კარნახი არ შეიძლება მე ისევ ძმაკაც ვენდობი. ჩილე არის 900 ადგილას 900. აი, გამოჩნდა ჭეშმარიტი ძმაკაც ვინ არის? მოლდოვა. მე მგონი გუნდიშას მოგების შანსი დარჩა, არ დარჩა გუნდიშას მოგების შანსი, მაგრამ ყველაფერი რო გამაზოს ეხა. საფრანგეთი. ანუ 3 არის გამოსაცნობი რა. მე-6 მე-7 და მე-8. სამივე ვიცი მე კაცო. სამხრეთ აფრიკა. სამხრეთ აფრიკა კი ბატონო მილიონი ლიტრი წელიწადში. ორი დარჩა. მე-6 და ორი მე-7 დარჩა. პერუ შეჩემა. ცოტა ახლოს იყავი გიოში. კაი ხო, პაპუა ახალი გვინეა. განა? მართლა პაპუა ახალი გვინეა. კაი, ისე თუ კაი ჩინეთი, ხა. ჩინეთია მე. მაგრამ მაინც იმიტომ არ მაინტერესებს. არა, გუნდიშას ვიცოდი რა იყო. არა, ჩინეთი რო იქნება და ვიცი. ჩინეთში ძალიან დიდი აი და ერთი ქვეყანა დაგჭა შენ სათქმელი და ეგ არის მე-6 ადგილას რა შეიძლება იყოს. არგენტინა. ეგ არის არგენტინა მართალია და სხვადასხვის გამიკვირდა ამ ტოპის ამბავი, იმიტომ რომ რატომღაც მე მქონდა წარმოდგენილი რომ შეიძლება და ყოფილიყო საბერძნეთი ამ ტოპში, იმიტომ რომ მაინც უძველესი ის არის რა, ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და ისეთი პოპულარული ჩეჩემა. აჰა. აი ეგ თემა არის რა, პროსტა ეგ უკვე სუბთა მსოფლიო ბაზრის თემაა რა. წაგებულმა უნდა დალიოს და დანარჩენები როგორ ნინამუსებენ იმაზე იყოს დამოკიდებული ყველაფერი. მე გიორგი არ დაგტოვებ გაჭირვებაში, მადლობა გიორგი. აუ, გიორგი შურიცი. სურვილი უნდა ჩავიქ. ხო, შენ არ შეგიძლია მიირთვა, მაგრამ ერთი რაღაც სათხოვარი მექნება, რომ სადღეგრძელო შემოგთავაზო უბრალოდ ამ შემთხვევაში ესეც ტრადიციული. არაფერი განსაკუთრებული ვისკი არის. ჰა? თქვი უკვე. მაგრამ ერთ წამით რა არ მეთქვა. ვისკი არის თქო უთხარი მაგრამ. რა ვისკი ამეთქე გამოიცნოს მე. ბურბონია? მე არ ვიცი არ მახსოვს. ის არის რა ქვია? ამერიკა აქვიყიდეთ. კაი, სადღეგრძელო. მოდი ესეც სადღეგრძელოს გეტყვით რა. სხვა მე არის? ადამიანებში წარმოვაფასებ გულახდილობას რა. აი ჩემს არის აი კრედო არის ჩემი რა, გულახდილობა რა. და ძალიან ვაფასებ მე პირადად ადამიანებში გულახდილობას რა. კარგის თქმა, სულის თქმა, სიმართლის გულახდილობა. აი ყველა გულახდილ ადამიანს გავმართ. შემოძმა. დიდი მადლობა. გულახდილ ადამიანს. ესეთი ლამაზი სადღეგრძელოსთვის გამომარჯოს ყველა გულახდილ ადამიანს და სხვათა შორის თავარი მუღამი და ის რაც არის ჩვენი გადაცემის ვიყოთ თავისუფლად გულახდილად და უბრალოდ კარგად ლამაზად ვისაუბროთ და ერთმანეთი გავართოთ და ერთად გავერთოთ მაყურებელთან ერთად. გამომარჯოს გულახდილ ხალხს. ხო, პოდკასტი იმის თქმით დავიწყე რომ სპირტიან და კლდი არა მეთქი, მაგრამ კარგად მის. აქედან ნაყინი საჭმელად მიდიონ მე უეჭველი. ჯილატო. შანსი არ არის. ლუკა პოლარეს ვინმე თუ გიყვარს სპონსორად შემოდით რა.
ისე კი უნდა ნაკინები უნდა ვჭამო გადაცემაში. სპონსორების გახსენებაზე გიორგი აქვე მადლობა ლუდისას, ჩვენს წარმდგენს მოვდა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას, რომელიც 300 წელზე მეტია უკვე. და მადლობა ლუკა პოლარეს. ოჯახში იხარშება. აქვე გეტყვით რომ ლუდისას შეძენა შეგიძლიათ უკვე გალფის ნებისმიერ გალფ სტორში, ხო სწორად ვამბობ. აიო. ნებისმიერ ბენზინ გასამართ სადგურზე, სადაც არის გალფ სტორი და მოკლედ ბევრ ადგილას ვართ უკვე ლუდისათი წარმოდგენილები. აქვე ჩემ ულამაზეს პროდიუსერს ლალის ვთხოვ რომ კომენტარები წავიკითხოთ, ვინც მოიგო გათამაშებაში. ჩვენთან არის ესეთი გათამაშება, რომელშიც იღებენ მონაწილეობას ჩვენი მაყურებლები. ყველა სახალისო კომენტარის ავტორს გადაეცემა საჩუქრად ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და ასევე განსაკუთრებული კომენტარი არის ერთი, თუ რატომ უნდა გამოიწერო სამარილე და რატომ უნდა უყურო მისაყოლებელ პოდკასტს, მასაც გადაეცემა ანალოგიური საჩუქარი. ასევე შენც როგორც სტუმარს დღეს გადმოგეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები. ესეთი ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები. ეს კიდე შენ პირადად შვენიერი. იმედია ისი ამონებს სამივე გემო არის წარმოდგენილი აქ ლუდისასი და აფილის ჩიფსია ეს. სუმალე ველოდებით კიდე მეოთხე გემოს და მე კიდე ველოდებით სტუმრად როცა მეოთხე გემო იქნება. აქვე ხო სანდიდი სიონები. 20000-ზე რაც ქონდა ის რა ქვია გადაიდო და 30-ზე გავხი. რა შეგვირდით? ეს რატომ იშლის მუშაობაში ხელს ვინმე მომიხსენით რა. შენ მუშაობ ხო ისვინც. დაგავიცდა შოთის მერე. მოკლედ მაყურებელთან მქონდა ესეთი ნათქვამი რომ 20000-ზე გვექნება ივენთი, სადაც გარკვეული რაოდენობით ჩვენი გამომწერები მოხვდებიან, 1-20 კაცია ალბათ, როგორ ავარჩევთ მაგას მე ვეტყვი მაყურებელს და ასევე ყველა სტუმარი წინასწარ არის დაპატიჟებული მაგ ივენთზე და შენს გელოდებით. გვიანეთ გაგიმართლა. ხო, მოხდი, შემოეტენე. არა მე ღვინო იქ ის გარეშე ვერ იმას ვიზამდი ვერ. ხო და ნუ მოკლედ ასევე გელოდებით მაგ ადგილას, მაგ ამბავში და როდის იქნება მაგას ყველაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებთ. მეგობრებო, აქვე არ დამოვისწეს თქმა, გათამაშება ეხლა რაც გვექნება კომენტარების შემდეგ 3 ეპიზოდში არ გვექნება, იმიტომ რომ წინ სწრებით უნდა ჩავწეროთ ეპიზოდები, რადგან მივდივართ დასასვენებლად. და არ გეწყინოთ. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ კომენტარებში არ უნდა იაქტიუროთ, იაქტიურეთ, იმიტომ რომ კითხულობთ, შემდეგ გადაცემაში აუცილებლად იმას ვიზამთ, დავიკითხავთ მაგ კომენტარებს და მოკლედ თქვენიც. ხო, ბევრი ერთად იყო, უფრო მეც გავათამაშებთ ჩიფსებს, ასე რომ აუცილებლად იაქტიურეთ კომენტარებში. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და მიყვარხართ, გაფასეთ და კომენტარები წავიდა. რატო უნდა უყუროთ მისაყოლებელს? მადლობა გიორგი, მაგას მაინც აკეთე. იმიტომ წერია მართლა. იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა რამის ყურება იგივეა რაც ჩანგლით სუპის დალევა. ტექნიკურად ეს მუშაობს, მაგრამ რატომ უნდა იწვალო და ინერვიულო, როცა აქვე სწორი ინსტრუმენტი გაქვთ მისაყოლებელის სახით. პირველად გვიწოდეს ინსტრუმენტი, მაგრამ არა უშავს. ნუ ეხლა ლოგიკურად გასაგებ. ხო, იმისთვის რომ მოგებული ჩიფსი მიიღოთ, უნდა მოიწეროთ ლუდისას Facebook გვერდზე. აქვე მაგასაც. და ჩემი ანგარიში ამონათდება 50 ლარი უნდა ჩარიცხოთ. ამას აღარ დაუსხათ მეტი რა. სუგავინა. მოკლედ ისე დიეტაზე ვარ, რამდენი ლუდისას დახშაული, იმდენი ცრემლები მომდის. თან უკვე ყველგან ყიდიან. ვიზიარებ ჩემო ზონა. ეს ხო და ამ ადამიანს ახლა მოვაგებინეთ ჩიფსი. სხვადასხვა მეოთხე გემო როგორც არის, ამბობენ რომ დიეტური არის. აზრი აღარ აქვს. მეოთხე არის დიეტური გამოსული, დიეტური ლუდისა იქნება. მეოთხე რო გამოვა, მე მოგიტანთ ჩიფს. ერთხელ წავყავ სახში ლუდისა და იმის მერე ყოველ საღამოს მამაჩემი მაბარებს ის მწვანე ჩიფსი წამოიღეო. არაჟნის გვევასება ოჯახს. გენაცვალო ჩემი თავი. არა მის იყოს. მადლობა მამას. დღეს სულ ეს 3 კომენტარი. მე და ცოტნეს არ ვყავს და ვერ გვაბარებს. ეს დათურა. დებილია ეს. სავალ ლუნდიში. ვაიმე რა ოროსარია. კაი, ეხლა გვექნება უნიკალური შემთხვევა ჩვენს არხზე, რომ 2 თამაში გვექნება Z-ზე რა. მაგრად მევასება,ograd ვერთობ ეგეთ რა. თამაშები? ხო, მოკლედ ესეთ რაღაც მოგვიმზადეს.
გვექნება აუქციონი, გვექნება რა თანხა მილიონი, ხო? და მუღამი არის საბოლოო ჯამში, ვისაც ყველაზე მეტი რაოდენობის კი არა თანხისებრის შესაბამისი ანუ იმ რაღაცების ღირებულება ესე ნომინალურად არ გვეცოდინება, აი თავიდან რა. არა, შენ ამდენს გადაიხდი მაგაზია რა. რამდენს მაგარი გადაიხდი. მომწონს ეს თამაში всё დავაი. სად ვარ? ეს გაფუჭდა შეჩემო? ბიჯი არის 100. პირველი არის ვისკი. აი გაკეთდა. აკალანი 84 წლის. всё, გავიგე, ოკეი. კლასი $100,000. და ის 84 წლის თუ არის 200 წლის იუბილეისთვის როგორ არის გამოშვებული? კაი, 100. 200. 98 გამოშვებული 200 წლის წინ. ფონდიშ ნუ ხარ მე ფიქრობ. čo მივხვდი მაგას. შენ რასაც ამბობ ხა. მე ბევრ რაღაცას ვერ ხვდები, იმიტომ რომ ვისკი მაკალანი 84 წლის? ის ბოთლი არის მარჯვნივ რაც არის? რა დებილი ბოთლია? ხო პლანეტა ვიღაც ის ის არის. ბოთლია ბიჭო? მე რაღაც სხვა ის მეგო პეთქი გაფორმება. 300,000. ბოთლში ბევრია მეტყვი. და კიდე 5 ლოტია. ბორბლები ელიავაზე წყრიაში. 300,000 ვინ იყიდა? რამდენად იყიდე? და 300. ამ ვისკის ღირებულება არის $100,000. 300,000 დახარჯე 190 მაგრამ აი. შეიძლება რაღაც იაფიანი შეხვდეს მე არა? შეიძლება. ამიტომ ეს კაი ინვესტიცია იყო. შემდეგი ლოტი კი, ძვირი. Antarctic Nail 100,000. 500 მილიგრამი. 500 მილიგრამი 100,000. მილიგრამი თუ მილilitrს. მილიგრამი ხარ 100,000. იმით არის ცნობილი რომ ანტარქტიდის გამძლე ყინულით მზადდება. 100,000. $10. 100,002 გუნდი. სატნესთვის ყველაზე ძვირიანი ლოგი იქნება. 100,003. ამ ლოდის ღირებულება მეგობრებო კახლა. 56 $100. $100. ვაკაცოდე. არ მაინც ამაზე ლუდი მაქვს. მაგარი ინვესტიცია იყო. ვერ დაუშვებდა რომ ლოდის ხმას ეყიდა ვინმეს. ჯერჯერობით კარგად მივდივართ მე დაშენ. შემდეგი ლოტი არის Guino Cross Arantu 1999 წლის. დაახლოებით 3,500 ბოთლი არის ჩამოსხული სილვიო ბერლუსკონი ხშირად მიიღებს. სილვიო ბერლუსკონის დედავადი. ეგ პუტინის მაგაცი იყო არ დადოთ ფული ამ. მე ისევ $10 ჩამოვალ თუ გინდათ. აი ცოტნე ყიდულობს ასად. 200. შანსი მიცეთ. 203 ღირებულება მილიონ 500,000. $190,000. ვა. კაი, და ხო არ გადო. ჩაიწერე. კონია გემოვნება ბერლუსკონის. რაღაცა ტყუილია მანდ. ტყუილია მაი. შემდეგი ლოტი არის კონიაკი. 500 ღირდა ეთმობა. კეთ მაჩუკეს დაბადების დღეს. კი არა 500 ღირდა ეთმობა. წარმოება ჩეზობელ სომხეთში 70 წლიანი დაძვრა. არ არის ეგ კონიაკი. ბრენდია. არარატი. შემოვალე ჩემი სომეხი ძმები, მე გადავიხდი 100,000. 100,001 200. 200 ჩემი სომეხი ძმები 300. 300 რამდენი ჩემაში. მე არ არის დავიტოვებ კიდე თანხას. 300,001 300,002 გენაცვალეთ ბიჭებო. მე ველოდები ლუძე მისაყოლებელი როდის იქნება. $100,000 ლუდის ტორი. რამდენი? რეებში ხდის ხალხი ფულს. 120,000 აი მე კაი რა. ორი ბარდერის 500-იანი ის დარჩება. გაჩერებაზე იმუხავებს სადმე თავისთვის. რამდენი გადავიხადე 300? ხო. შამპანი, აგნუმი 2007. შამპანურია თუ ცხრიალავინო. უთრების NFT აღარ არის ძვირი, ახლა რაღაც ფასი ექნება და აღარ არის მაგრამ. კაი 100. აი 2017 და მე რა NFT იყო თემაში მაგ დროს. 100. 100,001 200. 3. გუნდი შაეთ 500. 500,000 500,001 მე ბოლოს ყიდვა მინდა არ მაინტერესებს. იყო, აი ხა აღარ არის ეგეთ ძვირი. ძველი მონაცემები იქნება ჩემი ეგენი როგორ ბაზრობენ? 600,001 გონჟეს არა აქვს 600. ჰა? არა კომენტი არარატის 200 გრამს ვამატებ და 2 და 600,000 300 ლარი. ერდა 2,5 მილიონი შვენიერი. რა მილობა, რავი რა. ითხარი NFT არის კიდე რა ვიცი აღარ ღირს, აი აღარ ღირს ნაი შემო ახალი მონაცემები. 600 დახარი სარწმუნებული ვიყავი. და ბოლო ლოტი საფერავი 1851 წლის ეს სადა? მოჩენილია წინანდალის ღვინის მარანში კაიში გუნდი შაზავს. შემონახულ ქართული ღვინის ბოთლი
გუნდიშას აქვს ეს დარჩენილი შეაფასა ერთი ეგ მაინტერესებს. ყველაზე მეტი ფული და რამდენია ეგ? 9 მილიონი. 9 მილიონია. 600,000. 600,000 და ავტომატურად. მეორე წარ გადაიხადა შმოტი. მაინც მე მოვიგე შანსი არ არის. და ეს აპერავი ეს $40,000. ოჩახოთ. ოჩა. და მაგარი. ვაი, ეს 2 მილიონი თუ ღირდა ვიყიდიდი იმას, რა ვიცოდი მე. არა, აღარ ეღირება NFT, აღარ აქვს NFT-ს ფასი. რა მოვიგე ეგეც მითხარით. ყველაფერი არ მოგიგია რა საერთოდ. შეიძლება ეგ მაგას გამოგიგზავნით? აუცილებლად. მეორე პარკი ჩიპსი. მეორე პარკი ჩიპსი არის გამარჯვებულის. შენ თუ ვიცი, ესპანეთში რო ტარდება ხოლმე, ის აქვე, ჰარო ვაინ ფესტივალი. ჰარო? ქალაქი არის ჰარო რა. ხო, არა. სადაც მოიცა სხვა რაღაცა ერთმა მოვუჭველი და არასოდეს. ლაროხა ქვია მე მგონი მთას. რიოხა. ხო, ლარიოხა თუ რაღაცა რიოხა რეგიონი არის ერთ-ერთი ხო რა, ცნობილი ისე და ესპანეთში. მანდ მთაზე რიოხა მთა არის რაღაცა რა, ეგრე ეძახიან მთას. და ყოველ 29 ივნის, ყოველ წლის 29 ივნის ჩემი დაბადების დღეა თან. ხო. და ხორვატიაში პრემიების დღე. სასტავი ადის, ძალიან ბევრი ხალხი იქ და წითელი ღვინი წუწავენ ხოლმე. ხო, ეგეთი იმენა წითელი ღვინი წუწავენ, თეთრებიაც ვერ ხოლმე ყველას. და წუწავენ წითელი ღვინით, თქო ყველაფერი საწუწავო თოფები, ზოგი სათლებით პირდაპირ, ის შესაწამლი ისინი აქ ხოლმე ზოგს, ესენი და ამით გასხავენ და რაღაცები და ერთ იმაზე დაახლოებით 40,000 ლიტრი ღვინო იქცევა ხოლმე რა. ჩებული ღვინო რაც არ გაიგეთ. წუწავენ ხოლმე მაგით ანუ შეუძლებელია რომ ფხიზელი გადარჩი. მან ახალი გლაუდრო შეიყვანა გული და არტყამ შეჭრამდე შეიძლება დაგბრინდეს. ხო, ისე ხო, ეგეთი პერიოდია რო ცხელა რაღაცა და ისე წმინდა ჩუვაქს ეძღვნება ვიღაცას. რომელიც წმინდანი არ მახსოვს. რაღაცა სან პედრო ან რამე იქნება. სან პედროს დღეს. სან პედრო? წმინდა სან ხო, პედრო, ეხლა სხვა ვინ იყოლება ჩეშევა, მაგათი პედრო თუ ეყოლებოდა თუ მოჭველი. სან პედროს დღესო, ხო? მე სან პედროს დღეს ყოფილი ვარ დაბადებული. გიორგი დამარქვეს, ბიჭო, აი გიჟები არიან რა. სან პედრო ითარგმნება როგორც გუნდი. ეგ შეგიძლია გამო. შეკრული გუნდი. ბიჭო და ის არის, ხო, ესპანეთში ვაფშე ძალიან ბევრი ის აქვს ხოლმე, ესე რა ქვია ის პამიდორებს რო ესვრიან ხოლმე ერთმანეთს. ხო, ევას. ხო, ნახტა, რა მაგარი ის არის. გართობა ღვინის ეგრე და მე არ ვიცი. ანუ მაგარი. ანუ მაგარია. მე მანდ მომიწევდა რა. ასე შემდეგ. ანუ მაგარი, რამდენი ფესტივალი აქვს ეგეთი რა. ანუ სახიფათოც ეხა შენ რასაც ამბობდი, ეს ხარი რო დაგდევთ და ქუჩაში. ხო. კდიდან რო ჩამორბინა თუ ეგ ჩიზროლინგი იქ არის რა ქვია, ხო? იტალიაშია? ინგლისში არ არის? ჩიზროლინგი არ მახსოვს, მე რაღაც ინგლისში. იტალია იმიტომ ვახსენე რომ როგორც წესი პარმეზანის როლი მირბიის ხოლმე. იმიტომ ვიფიქრე რომ იტალიელები თავის მე რაღაცა პერიოდი აკრძალული იყო. ინგლისში რა ბრიტანეთში სადღაც მაგრამ ზუსტად არ ვიცი. იტალიელები ეგეთი აკრძალული იყო ცოტა ხანი ეგ, იმიტომ რომ სერიოზული დაზიანებები მიიღეს ვიღაცამ. ხელფეხს იტეხავს ხალხი არა, შეუძლებელი თავპერს იმტრავენ ხო ძალიან ის არის, მაგრამ ძალიან მაგარია ბიჭო. ანუ ეგეთი აი არ ვარ დარწმუნებული რომ ის 4,000 ლარიანი ღვინო რომ დააკორონოს. არ ვარ დარწმუნებული მართლა. ცოტა ლუდის კასრად დაგიგორონ. მაგას გავიკიდები შეჩემო. შეახტენი. ყველი რაჯონობა. ბაიკერებს აქვს ხოლმე მაგარი ფესტივალი. არ მახსოვს სად არის ოღონდ რა. ძალიან დიდი კამანდა, აი სასწაულად დიდი კამანდა სადღაც მიდის და რაღაც ტრასასაც ყოფენ ხოლმე. და საბავშვო მანქანები როა ხოლმე ხო იცი ეს პატარა ჯიპები და რაღაცები მაგეებით ეჯიბრებიან ხოლმე ერთმანეთს ვინ უფრო ჩქარა გაივლის ტრასას რა გაივლის ტრასას რა დაგორდება მთიდან ხო Red Bull-ის ის რო არის ხოლმე ხო იცი რაღაც შემით რომ დაასპარა ეგ არის ოღონდ ეს საბავშვო იმეებით იჩიტებიან ხოლმე და ძალიან გადავა და ჩვენ არ გვაქვს ბიჭო ეგეთი არაფერი ლომისუპა გვაქვს ანუ იქ ხალხი ღვინით ხავს და პამიდორებს ესვრიან ერთმანეთს და რაღაცა და ჩვენ უფრო hardcore ტიპები ვართ კი არ იყო ჩვენთან საშუალება მაგრამ ლელობურთი კაია ხო მაგრამ იქა ხო მომენტი ლოკალურია ხო რაღაცა პრინციპი ლელობურთიც რა ყვება ხალხი მაგრამ ლელობურთიც არა კაია ლელობურთი ეგრე იმის დროსაც ყვება შეჭამ ხარს უშვებენ იქ რა ესპანეთში და არა იქ კემპი აქვს დარბილებული ისინი ცოტა მასშტაბი გვაქვს დარბილებული ერთი 10 მყავს მე წამოწმული და ნახი მარტო და მასშტაბი გვაქვს მაგამ ბავში რა აი რაღაცა მასშტაბურიც რო იყოს რაღაც აი ეგეთი ფესტივალი და აი რაღაც მრავალფეროვნებაც რა აი ღვინის ფესტივალი საქართველოში რაც არის ან ლუდის ფესტივალი რაც სტარტდება რაღაც დედაენაში ძალიან ისე ლოკალურია ხო რა აი ლოკალურია რა არის ისე გრანდიოზული რა კიცი ნახე იქ რო ტარდება ესპანეთში ხა მაგალითად ეს რა ჰარო ვაინ ფესტივალი რაც არის
იტოქში აი ღვინოს ასხავ აი 40000 ლიტრი არის მეტანილი და აი გადაივლე თავზე ხო? აქ ბიჭო ლუდის ფესტივალს რომ მიდიხარ ერთი 300-400 ლარი ჯიბეში უნდა გედოს რა რომ ცოტა შეთვრე. იმიტომ რომ ძალიან ძვირია ყველაფერი რა აი ის არ არის. უფასოდ არის ღვინოვითო? ო აბა რა არის შეჩემები. ღვინის ფესტივალებზე უფასო არის, ანუ დეგუსტაცია ეხა ვინმეს რო თხოვრო ძმურად ბევრი და ანუ ეგეც არ არის პრობლემა რა. ეგეთი ის უნდა იყოს აი ფასი არ ადევს ყოველ ღვინო შემთხვევაში. აი ლუცო თავზე ისხავდე რაღაც აი ეგეთი ისინი არა ეხლა ლუდის ფესტივალი მე რაც ვიყავი წელს რაც იყო დედაენაში შედარებით დაბალ ფასებში იყო ლუდი მე რაც დავამოღამე ანუ არის მე თუ მკითხავ ეგ ცოტა პრომოუშენისთვის არის და ეხა ღვინოს თუ ხალხი უფასოდ გასწროს და ეხა რაღაცა კეისებით გადის ღვინო ნუ ლუძეც ანუ სუპთა მარკეტინგია რა გაიღე ხარჯი რა ანუ უნდა იმას რა გაიდარა და აი პოხუი რა მინიმალურ ფასში უნდა იყოს მაგრამ მანდ არის პრობლემა რომ სიმბოლურ ფასში ეხა ტიპები ხო ანუ ისეთი ხალხი დალევს რომ ვისაც შენი ლუდი ევასება რა ანუ ყველა რო უფასო იყოს ხო ანუ ტიპს აზარჩევად ექნება და რეალურად გეცოდინება იმასთან ხო შენი ლუდი რამდენად მეტი არის შენთან და ცოტა უფრო რეალისტური ხდება და არა ის რომ წამო იქ დავლიოთ იმიტომ რომ იქ უფრო იაფი არის რაღაცა აი კაი აზრია ეგ მომეწონა ნახე ისინი რა ლუდის ლუდსახარშები რომლებიც არიან წარმოდგენილები ლუდის ფესტივალზე ხშირ შემთხვევაში არის ძალიან პატარა ლუდსახარში რომელსაც არ აქვს საშუალება რომ ეგეთი მასშტაბი ლუდი აწარმოოს რა დედაენის ბაღში არ არის ეგრე დედაენის ბაღში წელს არ იყო შარშან იყო ეგრე მე მინდა რაღაცი ფესტივალი აი ლუდს რო საწუწაო თოფში ვასხავდე და ეგეთი რაღაცა ძალიან მაგარია ბიჭო მაგრამ გამისწორდებოდა და აი შენი ქარხანა გააკეთე ლუდის მოხარშე იწუწავე რამდენი ისე ანუ წარმოიდგინე ანუ კონტი რომ მქონდეს თუ არ გაწუწაო ლუდით უნამუსო არა მაგურ წარმოებელსაც რა არის თან ეგეც შეუძლია რა ეხლა რამე მარტივი ლუძელები ტურო დავადოთ ორივეზე რა პირობითად 20 ტონას არ დაჭირდება ეხლა საქართველოს ფესტივალი ეხლა იქ თუ 40 იხარჯება ღვინო აქ ლუდი რა უნდა დაიხარჯოს ერთი კამპანია ეს თუ იქნება შეიძლება ამას გამოვაპარუნ ბიჭო გადავაბა ხალხი ზოგავს ლუდით და ჩვენ რო ლუდისებით ესე ვაყრეთ ზემოთან მე არა ესე რო დადის ხო ისე გორგოლაჭებზე რო არის თან რო დადის და თან რო უბერავს და თან განეიტრალოს და სვას არა მაგარი რაღაცა ეგეთი ფესტივალები და რაღაცები იმიტომ რომ მან არა მარტო ის ადგილობრივი მოსახლეობა ზირთად ტურისტი ჩადის ხო ეგეთ რაღაცაზე და ჩვენთან ტურისტი რო ჩამოდის და ეგეთი ყველაზე ცნობილი რაღაცა რაც გვაქვს ну ალბათ ჩამოდის რაღაცა ჰორორის სანახავად ჩამოდის რა იქ ხა სხვა ეგეთი ანუ ხო ეგეთი ფესტივალები რო ტურისტებისთვის აქტუალური იყოს რაღაცები რაც გვაქვს ძალიან ახლოს არის ჩვენ ტრადიციებთან ბაზარი არ არის იმიტომ რომ იქ რაღაც თველი არის ერთადერთი რაც ну აი ფესტივალს ვერ დაარქმევ მაგას რა ანუ ვერ დაარქმევ იმიტომ რომ მარტივად რა ანუ რთველი წარმოიდგინე რა აი ეგ მაგალითი მიყვარს ხოლმე რომ მომყავს რა წარმოიდგინე შეფ მზარეული და მეღვინე რა მეღვინის წელიწადში ერთხელ აქვს იმის საშუალება რომ რამე დააყენოს შეფი გააფუჭა ის სტეიკი მაგის დედაც ვატირე კაი 50 ლარი არის 100 ლარი არის გადააგდო ახალი გადმოიღო მეღვინის რამდენი ფულიც არ უნდა კონდეს რა ვერ იყიდის იმ ნედლეულს რა ლუს ნებისმიერ მომენტში მოხარშავ რა ნედლეული სულ გაქვს ღვინო არის ეგეთი რაღაცა არ ვიცი რაც გინდა დაარქვით აზარტულიც და ექსტრემალურიც და ესეთი აი სტრესი გაქვს რა იმ პერიოდში ვაფშე არ ხსალია ტურისტებისთვის არც ერთ მეღვინეობას არ უნდა ტურისტი დაინახოს რთველის პერიოდში იმდენი საქმე გაქვს და წელიწადში ერთი პერიოდი გაქვს რომ აი იმ ორ თვეში რაღაცა უნდა ქნაა და დაგვაკრეფინეთ ყურძენი ანუ არავის არ ჭირდება მართლა ხო მაგრამ ხო რეალურად ძალიან ის არის რა ქვია ნუ მაგისთვის ხავთ სალკე ხალხი პატარა მეურნეობებს ხო რაღაცა ბულშიტ ვენახში შეგიყვანენ და დაგაკრეფინებენ და რაღაცა და ოი ჩავშყლით და შიშველი ფეხებით და რამაგარია რა იქ კახეთისკენ რაღაც არის მეღვინეობები პატარა ვენახები რო ხომ გვერდზე ქარხანასთან ხო იცი ხალხის გასაშვებად იქვე რესტორანი მაგისთვის ხო მაგრამ მაგას რაღაც მასშტაბური ფორმა არა აქ რა ნახოთ ახლა და ვერც ფესტივალი ვერ იქნება იმიტომ რომ ძალიან სერიოზული დრო არის ეგ ნებისმიერი მეღვინეობისთვის და სათამაშოდ და იმ რაღაცა იმისთვის ვაფშე დრო არ გაქვს საერთოდ. აგერ ესპანელები ახერხებენ. ესპანელები ასხამენგაშია ეგ. ჩვენ არ შეგვიძლია რომ მოვაწყოთ ეხა იქ რაღაცა კარტოფილები რო ვესწროთ კარტოფილების რა უნდა დაურჩებული ხალხი რო და მანდ მაგდან ნასვამი უნდა იყო რომ ეს ტილს ცოტა გაგიყუჩოს. ავიტანთ. აი გადავაბე რაღაცა უნდა კონდეს ეგეთი რა გადავაბა მოხარშ რბილი რომ ხდება რომ შეგეზილოს ცოტა რბილად რამე ის უკურნაჭალი არის ო იმან მაგრად მოხარშა ყემლის დააკლო ყემლაობა ყემალს რო ასხამ ერთმანეთს
მასე იყა არაფერს არ გავიგო ღვინო რო გაიგო ხო გითხარი რო დავასხათო არაფერს არ გავაფუჭებს ეგრე ქართველი ყველაფერს გაფუჭება ღვინის თემაში მით უმეტეს ეგრევე ჯვარზე ვართ ჩათვალე გაკრულები ანუ ის ღვინო გაფუჭებულზე ხო ზუსტად მაინც ჯვარზე ხარ всё მორჩა ჩემი საყვარელი სასმელი მაინც აი არ ვიცი რა აი ვერ წვიტა ლუდია თუ კონიაკი კონიაკი არა ბრენდი ყარს რა აუ ბრენდი უბრალოდ მაგრამ უტრაკი მაგრამ და ეს კონიაკს ვეძახი ხო აი ნან მე არა კონიაკს არ ვეძახი მე ვეძახი კონიაკი ხო კონიაკი это очень хороший რა შენთვის რა არის ტოპ 3 სასმელი ლუდი პირველზე 1000%-ით 1000%. კონიაკი მეორე უეჭველი ხო და ეს ზუსტად ვერ ვიტყვი ნახე ხა თაფლის არაყი ქუთაისში რაც ვშვით ძალიან მევასება რა თაფლის ანუ არაყი გამოხდილი არაყი მაგალითად ფეიხოა თაფლი ანუ არაყი შემილია ვთქვა რა მაგ შემთხვევაში რა ის ყემალი და ესე შემდეგ ძალიან მევასება ალბათ მეორეზე ეგ იქნება და ალბათ ეგ ნო დისტილატი ოკეი ხო ალბათ მერე მოდის აი ღვინო ჩემ გამო არ თქვა ხო და აი გულწრფელად გეუბნები ღვინო თუ ის რა ქვია ბრენდი აი ხო რა ვერ ვიტყვი რომელიც ობია რა ის საინტერესო იქნება აი ტოპ 3 ყველამ რო დაწეროს კომენტარებში მე დისიავნები წავიკითხო კომენტარებში მაგამ ბავში რა გიორგის დაუწერეთ თქვენ ტოპ 3 ტოპ 3 სასმელი რა არის თქვენი ძალიან საინტერესო თქვენ აუდიტორიაში ვინ რას ყველაზე ძალიან ვინც მოეწონება გაუგზავნის ღვინოს შევთანხმდით აი ყველა ღვინოს დაწერს არა ერთი აი ყველაზე საინტერესო რო იქნება რეალურად ვინც ჩამოაყალიბებს რო აი ეს რაღაცა ამიტო ეს და იმიტო ეს გიორგი გაუგზავნის ღვინოს ხო არაყი რაც თქვი მეორე ადგილზე არის გულისხმობა ის და უნდა ქონდეთ გამოწერილი ამის არხი თან ისე არ გამოგიზავნით დაბეჭდილი მაღაზიის არის გულისხმობა მან და არც ის შემთხვევაში აი ტოპ 3 ძალიან მარტივია რა აი ეს ზოგადად რო შეხედო იტყვი ლუდი ღვინო და ჩემთვის ეხლა არახს კონიაკი მირჩევნია ბევრად რა ხო მაგრამ შენთვის არის ეგრე მაგრამ შიგნით რო შეხვალე ხა იქ ეგ უფრო არის მე რა იქ რომელი ღვინო რომელი ლუდი რომელი კონიაკი რაღაც იქ ძალიან ბევრი ისე ჩვენ ვიყავით მაგრამ კატეგორიის თაფლის არაყი რო დავლიეთ ეხლა გასაგებია რომ ის არ არის 100% ნატურალური და ძირითადად ნასტოიკით კეთდება რა ანუ თაფლს უმატებენ მე უკვე არა მაგრამ გემოზე იმდენად სასიამოვნო დასალებია რომ ნუ ის საწყისი პროდუქტი რაც არის ის არაყი თუ კაია ავტომატურად კაი გამოდის მე ის რა ქვია საბოლოო პროდუქტი და ძალიან გემრიელი დასალებია ჩემთვის არის ორი ალბათ ყველაზე მეტად რაც მიყვარს არის თაფლის და ფეიხოს ეგ ორი არის აი ნუ პროსტა კონფეტი ყველაზე მეტი რა აი ღვიძლის დედავატირე რა არ უნდა გქონდეს რა გინდა ხო ან ორი მიდი გავგზავნე ეგრე და 2 3 4 რავი აიყაროს აი მეორად მე მაგას ვაპირებ რომ მუტაცია ხო მუქთა რა აი გაგიფუჭო და გამოცვალე რა ნაბახუსებს რას უშვები მე ნაბახუსები არა საინტერესო კითხვა მე მინდოდა შენთვის მაგის მე გითხო ან მე ჩემი მეთოდები მაგ ცოტნეს მაგალითად არასდროს არ ქონია ნაბახუსები მე მქონდა ნაბახუსები როგორ არასდროს კაცო ნუ ხო რაღაცა თუ შემთხვევაში შეიძლება მე მქონდა ადრე ნაბახუსები და დაახლოებით 1 წელია ну просто ერთ დროს ერთხელ რაღაცა საშინელება ჩავიდნენ ოღონდ ამასთან ერთად რა თქმა უნდა რა საშინელებაში გულისხმობ რომ ხო აი ყველაფერი დავიწყეთ $2000 ღვინო არაყით დავიწყეთ მე იაგერივსვი ლუდი პროცესი არა პირიქით ჯობია პოლონში მასწავლეს იაგერით დავიწყეთ გრადუსი უნდა იწევოდეს ზემოთ და იმით თავი რო არაყიებოდა მე არაყით გავაგზავნე გრადუსი უნდა აწიო ეგეც და მაგ დღეს მაგ დალეულითან ეს არაყი იაგერი ლუდი თამხლები არის ოღონდ ყოველთვის რა ასა ლოკაციიდან ლოკაციამდე ლუდს ვაო ანუ ჩვეულებრივი ბონდია სტრაშნი რაღაცა ღვინოც დავლიე ვისკიც ყველა ვაფშე აი ალბათ არაფერი არ გამომიტოვებია რა და მე გქონდა არა ხო და აი პროსტა მეორე დღეს რო გავიღვიძენ თან გამოუძინებელმა მეთქი სუდად რატო არა მეთქი რა ხდება ხო კარგათა ვარ და გავიღვიძე ჩვეულებრივ 1-3-4 საათი მეძინა გავიღვიძე პახმელი არ მაქვს მეთქი რაღაცა სტრანია მეორე დღეს გავტესტე მეთქი პახმელი კიდე თუ იდექენი იგივე პახმელი ხო გამიქრა მეთქი რაღაცა და რა თქმა უნდა მე დაწოდნე მისე ჭაჭა ლუდი რაღაცა იქ მაგრამ მეორე დღეს ცოტა ლაითი იყო შედარებით არა ისე ხო დაასრულე და აღარ მქონდა ვაფშე აი მაგის მერე აი ეს საშინელება რაც ვქენი გადაგედო ჩემი ანტიპახმელი აღარ გაქვს ვაფშე აღარ მაქვს ძალიან ცნობილია ისე აი მართლა ან სვეტში ძმაკაცურად გირჩევთ
ლუდი და სპირტიანი, აი როგორ ანგრევს ვერც. შეიძლება ეფექტი ხარა აქ რა, მაგრამ აი ძალიან სუდი არის ჯანმრთელობისთვის. აბურო დამი სოტნე ნაპიტოგებს სიბერეში დაგიგარი მართლა. აი ოდნავ მაინც ხო ეხლა ჩვენ პონჩი რო ფიქრობთ რომ აი ჯანმრთელობა და კაი პატარა ორგანიზმი გაქვს და ჩვენ არა მაგას არ აქვს მშობა მაგას არ აქვს ჩვენ ღვიძლს ეძებს ეგ რა თემა არის აი აგერ გითხრა რომ ღვიძლის რაღაცა ბიძაკაცები რო 50-60 წლის ასაკში რო გული შეტევა და რაღაცები და ბიჭო 50 წელი რა არიან 60 წელი არაფერი და მეორე დიხანია უნდა გაგიხსნას რა ანუ ხო ხტები რა ერთი 20 წელი მაგ იქამდე დარჩენილი 20 წელი რო ვსვა ბიჭო ჩემს დედიკაცი არ იქნებ არა ხო მიხდი რას ვამ ვიცი არა კაცო ეგ შვერი მესმის და გეთანხმები უბრალოდ რა გინდა რო ქნა ახლა გულს უხარია ხო რა პროსტა რაც ადრე დაიწყებ მაგაზე ყურადღების განხილვებას მით უკეთეს ნასვამი ან რაღაცა წინა დღესო დავვლევ რაღაცა მეორე დღეს შემიძლია ვივარჯიშო მე კიდე აუზე წავიდე ვიცურავ 32-ის ვიცურავ საუნაში შევიდე ვირბინო რავი რაღაცა ესე კი არა ანუ ჩვენი ძალიან მიჩვეული აქვს ორგანიზმი მაყოლა ადამიანის ფერმენტები ძალიან განსხვავდება რა ანუ ფერმენტები არის რაც შლის ალკოჰოლს და გადამუშავებს რა ეხა მე ნახდად ვერ ვიტყვი რომ რაღაცა სუპერ ფერმენტები აქვს მაგრამ ნაბახუსები მე ვიცი ნახდად ვიცი და თავისი მუღამი აქვს ჩემთვის მაქედან გამოსვლას და რაღაცა აზარტი აქვს რა თავისებური მის არის ტრადიცია არის მაგრამ სიყვარულით ეს ნაბახუსები არ მიყვარს არასდროს. ანუ მაგიტო დავლიო რომ ნაბახუსები მქონდეს ეგ თემა არ არის. არის ხალხი რა გინდა. მაგრამ რავი ანუ ძალიან მეუცხოვრება რომ არ გაქვს. მე ვიცნობ კიდევაც ეგეთ ხალხს და იდეაში მე მაქვს ხოლმე ნაბახუსები არც ერთ ვარიანტში არ შევიკავებ თავს დილით მერე დალებისგან, იმიტომ რომ ვიცი რომ ეგ ნიშნულოვანია რომ ეგ დალიო, იმიტომ რომ კი შეიძლება წამლები და საბანი გადაიფარო და იწვედა რაღაც, მაგრამ ყველაზე სწორია დილით ადგე და ერთი ის რა ქვია, სტოპკა. მესმის შოთი, რავი, რა საუბარია. სტოპკა რა. შენ თუ ნაბახუზებზე დაგალევინე რა მე ვიყო სტოპკა. სტოპკა რა. ლუდი და მეცა შენს გამო. არა უშოს მიკროფონი არის და ეხა გეტყვი ჩემ ultimate weapon რა არის იარაღი ნაბახუსებზე მე პირადად ყოველ შემთხვევაში გამოვდივარ კოკა-კოლა ვაუ და რამე ცხარე ცხელი წვნიანი რომელსაც კარგად მარილიც აქვს რა ანუ აი მაგალითისთვის ostri მეძახის ეხა აშკარად რასაც ამბობს ostri ნუ შეიძლება ხო მაგრამ აი წვნიანი კიდე უფრო მაგარი არის რა ანუ რეალობაში ostri წვნიანი არ არის არაკლებად უფრო ცოტა ვატარებ მაინც კურს მაგრამ ეს წვნიანი სუპი არის რა შენ იმენად ხელწვნიანს მე ვამბობ აი ჩემთვის არის ხო ჩიხირთმა ო ჩიხირთმა მაგრამ ცოტა წითელი მითი რა ქვია ციტაკის მარცვლებით ჩიხირთმა ან გულსფელად ვამბობ და ცოტა მწვენია ხოლმე მას ქართველი რო ვამბობ მაგრამ რამენი აი კარგად მარილიანი მე ვერ დაუმუღა ძალიან მევასება რა ვქნა რა აი მარილიანს მე მევასება მეუღლე რამენ რა მევასება და კოლა მე ostri ძალიან მევასება რა არის იაპონური სუპი არის ნუდლსი არის ჩინური არ არის იაპონური არის ესა ქათმის და იმის რა ქვია ბულიონი არის რა ქვია ქათმის თევზის ბულიონი არის ნახარში არის რომელიც ძალიან საათები იხარშება ეგ არის სტოკი ანუ ბაზა ეგ გაქვს ნუდლსი გაქვს შეიძლება ღორის ხორცი კონდეს სპაგეტი სოკო კონდეს ორჯერ იაპონიაში და მოკლედ რა გასული არ მაქვს ხო და ნახე პახმელიას კაროჩე როგორი როჟა იცი იმენა ნახარში რა რაც კაი არის ხაში სამბავში როგორ აი ხაში ესე რო თქვა რომ ძალიან მიყვარს არა მაგრამ ნაბახუსებზე ხაში მართლა გისწორდება რომ აი ნივრიანი მე მევასება მაგრამ ხაშს ვერ გავიგე როგორ არის აი ხანდახან მქონია ისეთი ნაბახუსები კაი ხნის წინ რა რო აი ექსკურსიაზე ვიყავით კლასი და აი ანუ მარტო ჩემთვის გავჩერებულ ვართ რომ აი გემუდარებით აი გავაჩერო ჩემი ყვანეთ და აი მოყუდებით მიმირთმევია ხაში რომ აი ითხოვდა ორგანიზმი იმენა ხაშს რა ანუ მე ყველაზე მეტად გამისწორდა ძალიან მაგრამ აქვე ქუთაის მოკითხვა კიდევ ერთხელ და ლუდის მუზეუმში ბახმელიაზე მივედით ნაბახუსებზე ბოდიში მეგობრები ეგრე ქვია რესტორანს არა ხო მეთქი არა ლუდის მუზეუმი იგივე ვაინშტეფანი არის თუ არ ვცდები და ის რა ქვია მაგას მივედით ნაბახუსებზე და
პილმენი ქოთანში და ოღონ თავის ნივრის იმით რა წყალში ნიორწყალი. ხო ნიორწყალი პლუს არაჟანი კაროჩე მაგრამ აი ნაბახუსები თუ ზომიერია და არ ყდები ისე რომ უკაცრავად და ყველაფერი უკან არ გიბრუნდება აი ჭამა კაია რა აი ძალიან სხვანაირად ასწორებს განსაკუთრებით როცა ის ცოტა თხევადი რაღაც მაგრამ ხინკალი რატო არ გახსენდება მე ხა ნაბახუსის ხინკალი ვეშია რა თემარა უნდა იყოს თემარა არის რეალურად რა გაქ მოწამლული ხარ გაუწყლოება გაქ და წყალიც გჭირდება მაგრამ მარილი გჭირდება ანუ მინერალები გჭირდება რომ ეს წყალი ანუ ჰიდრირდე აითვისო რა მარილი მაგიტო არის კაი ძალიან წყალი პლუს რაღაცა მარილია ნაყინი არა აუცილებლად ნაყინი სანამ პახმელიაზე გაიჩნდება ნაყინი ყოველთვის ყოველ დროს მე მაქვს ბოლოში შუაში მე მაქვს აუცილებელი თემა რომ დილით ვიყო კარგად უეჭველი ერთი ბოთლ წყალს ვითგამ საწოლის გვერდით უეჭველი და ხამე რამდენჯერაც გამეღვიძება უეჭველი უნდა დავლიო და რაღაცა და დილით მაგის გამოც კარგად ვარ იმიტომ რომ ხო ყველაზე მთავარი რაც ხშირს დალევის მერე ეგ არის სითხე გადის ორგანიზმში და გავუწყლობ მე ერთად რაღაც ორი ბოთლი წყალი ხო უეჭველი დევს ხოლმე იქ რაღაცა და ორივე მისია ცოტა ითვისებს ხოლმე თუ არ მოასწარი შეიძლება მოსა ერთი მოასწარი არა ეგ ბიჭო მე რო არ მაქვს ბახმელი მარტო იმის ბრალი კი არ არის გენეტიკის რაღაც ხრიკები არსებობს მაიმუნობები რა ჩემი ძმაკაცი არის ერთ ბოთლი არ ვიცი ბევრისთვის ბევრია ჩემთვის ამ ბევრია ვიღაცთვის ცოტა არის მაგრამ ჩემი ძმაკაცი თავის თავად მიირთმევს ხოლმე 1 ლიტრი თუ არ ვიცი 1 ბოთლ ვისკის ლიტრი აი ბევრია რა ასე ვთქვათ რა და სულ აი მეორე დღის პახმელით კვდება მაგრამ უყვარს რა ძალიან ბევრი არის რა რეალურად არ დალიოთ მაგრამ ვეუბნები რომ ანუ 1-2 ლიტრი წყალი მაინც აი შუალედებში სადღაც რაღაც მომენტებში ჩაურთე რა რომ აი ჯამში 1-2 ლიტრი დალიო ან იდეალური არის თუ ჩაურთავ ცუდ შემთხვევაში ბოლოსაც რო დააყოლო სანამ დაიძინებ და დაწვევი და რაღაცა ეგეც საქმეს იზავს რა რეალურად მე მაქვს ჩებურეკი არ შველი პახმელიაზე შენ რა ხშია ჩებურეკი რატო არა რაც ხიმიანი არის და დაგეხმარება ცოტა არის აი ნასვამზე ვიკენდია საკაბავეში გიჯამია არა ბიჭო არ გაგიცინჯავს ვიკენდია აი ბიჭო მე იტყვის და ისე რატო იცი იმიტომ რომ ალბათ აი დასავლეთში ესე რა ქუთაისში თუ მივდივარ დიდი ხნით არ მივდივარ და სუსაჭესთან ვარ რა აჰა და აი რაღაცა ეს მე დაგიშალა ვინმე ქაბაბის ჭამა არა ნუ ეხა იქ რაღაცა ხო ხდები სხვანაირი სიტუაცია ვარ მიაყოლე და რაღაც არა ქუთაისი გენიალურია მაგრამ რამდენზე გიგდებს არ ვიცი არ ჩაგიბერია იმაზე ნასვამზე არასდროს არასდროს არა რონაირი სომელია ხარ თუ მეღვინე რა მთრალია თუ არ დადიხარ არა არ დავდივარ ამ იარაღებს და იმას დაუმალავ მე დანიშარზეა მთრალი არ დადიხარ ხოლმე არა ჩემი კაი ხო ხედავ გავხართ ყველა არა ყველა ეგრე პატიოსკოთი იქცევით არ მგონია სიმართლე გითხრათ მაგრამ ძალიან ცუდი არის რა პასუხისგებლობას გქონს რომ ძალიან დიც რეალურად კი გაცვა რა შემიძლია არ დაგეთანხმო რა არა მეც ეგრე ვარ ბიჭოს ძალიან კი სულ პასუხისგებლიანად და ისე გუნდის დღეს არის ორი იმით რა ვქო ტრანსპორტით მოსული ერთი კიდე კაი ლაივი არ არის თან ესე უნდა კიდე კაი ლაივი არ არის ეხლა და გადავწყვიტე აქედან რომ გავალთ ეხლა ზუკი რომელზე დავსვა რომ სახლამდე რომელი უფრო კომფორტული იქნება ჩემთვის არ ვიცი ბიჭო არა მე მაგალითად არა გადაობა რა არიცი ვირჩევნია რომ მართლა დავტოვო და ვარ ხოლმე და გაუჩერები რომ თანასვამი ანუ კარგად ნასვამი გაუჩერები უფრო კომფორტი არ არის უკან ტაქსიში დომა ვიდრე ულთან ზოგადად ცხოვრებისეულად რატო შეჭი აი აჰა ეხა მე მძღოლ პრავა შეჭიმა ვისე კითხები ბიჭო ანუ რულთან ჯდომას უფრო კომფორტი არ არის რომ უკან გაკპრავა თუ შეგხვდა კი ანუ მანქანით დავგორავ, აი იმინა დავგორავ ყოველთვის. გორავ შეჭება სხვა რაგზა გაუძლივს დადი შენი მანქანა შეჭება გასრო აჭერ ძურება ნაწილები. დავგორავ თორე ეხლა რო ჩააჭიროს 120-ით გაივლის იმაზე. ნისანტი დამყავს და ნისანტი და ვისაც გყავთ, მოვიკითხოთ ცოტნე ყველამ ერთად. თუ შეიძლება. მოკითხვა შემგანას ბატონო, გავიქრათ. მაგრამ მოტოციკლებზე რო სორჯდები, ნუ იქ ლიმიტო მაქვს ჩართული, იქ არ მაინტერესებს ერთადერთი. კი კავასაკი ყავს ხო? ხო, არა, იმით სიჩქარეს არ. მე და ჩემს მაგაცები ვფიქრობთ, რაღაც ერთი მოტო ვიყიდოთ. არა დაივიწყე. რატო?
აი საერთოდ ცოლი რო ყავდეს რაღაც ეგეთი რაღაცაა რა. ჩემთვის ახლა მოტოციკლეტი შენ ძალიან გიყვარს და შენ არა, შენ ახლა ღვინოზე რომ ამბობ წეგან რომ ღვინო მელაპარაკებოდა, მეს მელაპარაკებოდა და ეს ანუ მიხდი რა, просто ჩემს არა, გეუბნები მოტოციკლეტი მელაპარაკება. მე ამ ბოთლ ღვინოს ვერავის ვერ გაუზიარებ, ეგეთი თემა არის. არა, რაორას ამბობ. არა, მართლა გეუბნები ძალიან ეგეთი არის, ძალიან პირადული რაღაცაა რა. ეს ნელ-ნელა ბოლოსკენ გავიდე და ანკეს. ანკეს ანკეს დავითრიე. მართლა არა, თევზაობა დავიწყე. ატრაკებ. ჯიგარი ხარ, სათევზაო. სპინინგი. აუ, ეს ვაფშე ჩვენიანი ყოფილა, იგი ერთად წავიდეთ ხოლმე სამდე. აი, და სასმას ასაც წამოვიღებ თუ არ წაგიყვანთ. მე წამოვიღებ და მარტივი გადაწყვეტილება არის. გვაწყობს. ჩვენ სპინინგი გვეოსება. მე ცოტნეს და ვობი არის ჩვენი მაგაზე ერთი. სადად იხარ ხოლმე? ბიჭო, ალგეთი ალბათ რა ყველაზე მისაღები არის. ბაზარი არა. ეხლა და ანუ კაი ვაღიარებ რა ცოდვა გამხელი ჯერ თევზი ერთ მიშარია. არა უშ ჩვენც. მე თესო 10 წელია უკვე და რავი ერთი ხო, გადაობა რა არის? მოდი ისიც თქვათ. ლეჩხუმში რო ვიყავით ჩვენ სამნი და ჩვენ სამნი რო თევზაობდით. შენ დავიჭირე ხო? სპინინგით იყავით მე პაპლაოკით ვიყავი და მე თევზს დავიჭირე. ბიჭო, ხო იმიტომ რომ ის ბასელა იყო? ბასეინი იყო, ამხელა თევზები ეყარა. ბასეინში თან, აი ამხელა თევზები ეყარა და ამან ჩააგდო რაღაც დებილიანკეს. თან მოაბო პური შეშევარა. პური ჩააგდო და პურზე ეს ეთყობა დამოღამებული ამ თევზზე. პროსტა ის თევზი, ანუ კალმახი იყო რა. ერთი მე დავიჭერე ამხელა, მეორე ვიღაცამ დაიჭერა აი ამხელა და მაგაზე ვიქეიფეთ 20-მა კაცმა. მე მქონდა რაღაც დებილი ყავი და არა ერთი ვატარები იყო და გამეცა და არა ჩვენ მართლა პროსტა სპინინგები ვისროლეთ. ანუ პურის და ისინიც არ ზაგულიო პროსტა ვისპინინგეთ და რომ მობნელ და არ ვიცი ვერ ხედავ არა ის თემა იყო ის მაშინ ვერსულები სპინინგი რა იყო არ ვიცოდი. ყანყალა გქონდათ თუ ისა რა ქვია ყანყალა სილიკონები არა ყანყალა ოღონდ როგორი უხარეს ხო იცი აი ყველაზე ხო ყველაზე დაბალი ხარისხის ყანყალა რომელიც შეიძლება აი 25 დოლარი გაგიმართლებს შეიძლება რაღაცა წამოეგოს თემაში просто მეტი არ წამომიღია ამ ხელა ის ხონდა რა ქვია ის მე დაში კაიაკი მაქვს ანუ კაიაკით შევდივართ ხო მე და ჩემი მე ნავი მაქვს 8 კაციანი თავის მაგალითად სააღალს მა ჩემი კარი მე არ მაქვს ჩემი ის არის ჩემი და ჩემის მაგაცის 7 კაცია განაცხადი ერთი წლის ჰობი არის და მაგით ვსეირნობთ ხოლმე და ეხა კიდე ის დაემატა ხო ხო და ალგეძე თქვენს გეტყვი თბილისის ზღვაზე ვიყავით და ნუ გორჭელა შუგას ვარიანტი არის და აი ნუ ეგეც რაღაცა ისეთ რა წყალს ბაზალეცე ქორჭილები არის ბაზალეცე ქორჭილები არის ჩვენს გაზა ყველა იჭერდა დონკის ძირითადად რა ხო ძირითადად მაგით ევზაუდა დონკა და იმით ეხლა და ანუ დავამღამე რომ ხალხი ამ რაღაცა სისულელე თეთრ იმაზე რო იჭერს ბიჭო გიждებიტო სილიკონის ჭერაზე არა სილიკონზე არა სილიკონებით მე დავდივარ სხვადასხვანაირი სილიკონებით ყანყალა რამე მთელი ამბები და სილიკონის სპრეი რო აქვს იცი კი ის სუნის და იმის პონჩი ხო მაგრამ სხვა ტიპები იმას ბუზის ჭია რო არის მაგაზე ამბობ არა ბიჭო ქაღალდია რაღაც თეთრი ან პლასმასივით და იმას არ გინახავთ ეგ პენოპლასტის ბურთულებს რო აგებენ კი ან ბურთულა ან პროსტა ქაღალს ახვევენ და გიждები და მაგაზე იჭერენ როგორ იცი აი არაფერი პროსტა პენოპლასტი ჩააგდო და იგრევე წამოვიდა. როგორ ისვრიან? და ეხლა დავითრიე პენოპლასტი და შემდეგ ჯერზე. როგორ ისვრიან რა? აბავენ იმაზე რა. ტყვია ხო გაუზდა ტყვია მიაქვს ტყვიაზე და პროსტო პენოპლასტი. ტყვიაზე კი არა, ყაუზე პენოპლასტი არ გადახვეავს ხო. რო არ გაძურეს და რო აი იგრევე მოყავდა. ტექნოლოგია შენ არის. ბიჭო გიждები და 25 ლარიან ყანყალაზე არ მოდის და პენოპლასტი. დებილია თევზი მე შენ გეტყვი ახლა შეხედავ შეჩემა და დააგემოვნეს და ნოტები აქვს პენოპლასტის კითხვის. ანუ იგრევე და მე ამოყავს რა. იგრევე მოდის. ვა ზამას არა გამოტესტია მაგრამ რამდენიც ვნახე აი ვიდეოებს ჩაუჯექით რაღაცა რომ მეთქი ხა კაი სამჯერ წავედი ანუ 3 საათი 5 საათი ხო შეიძლება ერთი თევზი დავიჭირო რაღაცა პროსტა რა ანუ აი არც ერთი არ დაგიჭერია და აი არც ერთი რაც ეგვიყიდე და პაპლაოკით სულ ვიჭერდი ანუ ბავშვობაში დინარეზე და იმაზე ძალიან კაია პაპლაოკით სულ ვიჭერდი ხოლმე რა ანუ აი ეს თემა არ მქონია რომ წავიდეთ ერთად სიონა ალგეთი კაია ხადაობა რა კი კაცო ირა წამოდი და მე ნაყინს გაჭმა სადაც მე ამ პოდკასტის მე უეჭველი გაიშთება ნაყინის შანსი არ არის რომ ვიღაცა გაიჩნდეს რომ აი პონტი არის რა ხო და რის თქმაც მინდა და მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო დიდი მადლობა ჩვენს წარმგენს ლუდისას და ჩვენს მეგობარ ლუდ
ბავარიას, ასევე დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს გიორგის გიო. მადლობა თქვენი ძალიან დიდი მოწვევის. უღრმესი მადლობა და ძალიან მესიამოვნო, ძალიან საინტერესო ყველაზე გადაცემა გერმანებიანი გამოვიდა. კაცი. ძალიან სახალისო ყველაფერთან ერთად და იმედია რომ რაც გითხარი იმ ივენტზე შემოგვიერთდები, როცა დავგეგმავ და როცა იქნება ეგ ამბავი. და ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა რომ მიყვარხართ, გაფასებთ, კოცნით, გეხვევით. ტილას ძღოლება მოვიკითხოთ ცოტნე.